საღამო მშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. გიგა ავალიანის მკვლელობამ, მისი ოჯახის თავგანწირულმა ბრძოლამ, სიმართლის მისაღწევად უამრავი ჭრილობა ხელახლა გახსნა. ხოლო ჭირისუფლების ორგანიზებული ხმაურიანი აქციების შემდეგ სახელმწიფო ბრალდება ამოქმედდა და ახალგაზრდა მასწავლებელზე თავდასხმელებს შესაბამისი ბრალი წარუდგინა. როგორც კი 22 წლის ნიკო კვარაცხელიას დედამ შვილმკვდარი მშობლების აქცია დააანონსა, პროკურატურამ 5 წლის წინანდელი შეკვეთილი მკვლელობის საქმე 48 საათში გახსნა. და ამ დანაშაულის ის ფიგურანტები დაასახელა, რომელთა შესახებ გამოძიებამაც და ოჯახმაც 5 წელია ყველაფერი იცის. გუშინ დილით პროკურატურაში განცხადება შეიტანეს თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა. ისინი დახურული საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ. მინდა რამდენიმე სიტყვით შეგახსენოთ ეს შემთხვევა. თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა 4 დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევნის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას. სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილს შინახეს. მაშინ საზოგადოებისთვის ბოლომდე გასაგებიც არ იყო, რას წარმოადგენდა კოლ-ცენტრები. დღეს კი ცნობილია, რომ ამ თაღლითურ ბიზნესში უზარმაზარი შავი ფული ბრუნავდა და მის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები იდგნენ. თამარი სწორედ კოლ-ცენტრში მუშაობდა. საქმე რომ იკერებოდა, ეს მხოლოდ მისი ოჯახის ეჭვი არ იყო. თავად გამომძიებელმა ისაუბრა, როგორ ყავდებოდა საქმე. ის გამომძიებელი ცხადია პასუხისმგებაში მისცეს. თამარი თვითმკვლელად, მოტივად კი მისი არამდგრადი ფსიქიკა გამოაცხადეს და საქმე დახურეს. მოდი შენაიღე და წასა. რომ უნდა გაგძელდეს ეს უსამართლობა, ბიჭო. თვითონ არ აყავ შვილები. მე რუსთაველზე მომეკლეს შვილი. თქვენ შვილი მოგიკლეს? ეს როდის? აი ხედავ. დღის სამსართი 54 თვეა ეს როლე. ჩემ შვილი. თვითონ სულ რომ მოუკლან შვილი, რას იზავე? რას იზავე? რა დღეში იქნებიან? შვილები არ არის? აზე ხარ ყოველ მეორე ბიჭო, ხედავ რომ შვილი მომიკლეს, ეს მომიკლეს, ის მომიკლეს, როდემდე? როდემდე? გუშინ ხალი ვნახე ის ცეცხლ დღეში, იმასე შვილი მოუკლეს თორმე ბიჭო. და შუშავე შედავე. ესეთი ერის და ქვეყნის მტრებიო არ ყოფილა არასდროს ბიჭო. 5 წელი და 7 თვე გავიდა, არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადადგმულა. ფიქრობდი ეს ყლელები თავიანთ თავს არ გამოიძიებენ მეთქი და ესენი ხო აღარ არიან, ლილუაშვილი, გომელაური, შოთაძე, ხო? ალბათ დადგა დრო რომ შევიტანო განცხადება და ჩემი შვილის ყლელები უნდა დაისაჯონ. სხვანაირად არ არსებობს ეს, არ გავჩერდებინ და. თამარი მოკლეს, ყველა მიცის ეს კოლ-ცენტრებში მუშაობდა. და ვერ აღწევდა თავს, არც მე მეუბნებოდა, თურმე ემუქრებიან, ოჯახს ამოგიხოცა. როგორც ბავშვი იძახდა, ლილუაშვილზე, გომელაურზე, ესენი აკონტროლებენ სამსახურს ჩვენო სადაცა ვარო. ზუსტად დამტკიცდა ეგა. კი ბატონო, აგერ ბურთი და მოედანი. გამოიძიონ ეს საქმე. ყლელობის მუხლით. არც ერთ წუთი არ გავჩერდებით. როგორც სერგო შუბიტიძე, ქვემო ქართლის სამხარო რეგიონის პოლიციის საგამოძიებელ უფროსს იძახდა, მოკლეს თამარ ბაჩალიაშვილიო. გააყალბეს ყველაფერიო. ვიღაცა ნაგავი აპოლაშვილმა წაიღო ტელეფონია და ალუქილი. გახსნა და მომიტანა ისე წაშალეს ყველაფერიო და. გინდა ექსპერტიზა იყოს, როგორც შეაჩინეს ის ქალი. ექსპერტიზის პასუხი დღემდე არ აგვაქვს. რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვერ გავიგე. ყლელები გარეთ დასეედინებენ. არ იძიებენ არც ერთ საქმეს. თუ ეხლაც არ გამოიძეს, ესე იგი ზევით სათავეში ვინ ადგა? ყველა მიხდება, ხო, ზევით ადგა, ვიღაცა არის. იმის ეშინიათ. ამდენი ხოცვა, ჟლეტვა, ახალგაზრდა ოჯახების გამწარება იმიდან მოდის, ესე იგი თუ არ გამოიძეს ეხლა ეს საქმე. ჩვენ ამ საქმეს არ შევეშვებით. ბოლომდე ვიბრძოლებ ამ საქმეს არ შევეშვებით. ჩემი შვილი მოკლეს. დამნაშავე უნდა დაისაჯონ. სხვა გზა არ არსებობს აქ. თუნდაც ის 4 დღე რომ ვერ ვიპოვეთ ერთი ხელისგულის ადგილას ისა მანქანა, იმიტომ რომ იქ არ იდგა, ჩვენ რამდენჯერმე გავიარეთ იმ ადგილას, რამდენჯერმე კი ყველა დღე დავდიოდით და არ იდგა, ხო 4 დღის მერე მოიყვანეს დადეს. ვითომ სოფელში არ არის შესული და იმ გზის პირას არის ისა. მე თვითონ გავესაუბრე იმებს, რა ქვია, მოწმეებს, ვინც ნახათ ამ უნდა იმ სოფელში შესული. მარტო ეგ დეტალი კმარან გამოძიების თავიდან დასაწყებად, რომ ბავშვი შევიდა და სამ ბირჟაზე იდგა ხალხი, განა ერთმა და ორმა ადამიანმა ნახა.
რომ იმ საკალმახეს რო ეძებდა და ხანსად მოატრიალა მანქანა ხანსად და ისინი მიმტკიცებენ რომ იმ ადგილს არ იყო გაცილებული სადაც მანქანა ნახეს წამოვიდა სამსახურიდან და რატომღაც დაემთხვა იმ სამსახურის წამოსვლას ეს ყველაფერი მე შეიტანა საბუთები სხვა სამსახურში ზუსტად არ მახსოვს ახლა იმის დასახელება კონტეკტი თუ რაღაცა და იქიდანაც წაშალეს კამერის ჩანაწერები რა ქვია რატო შლიდნენ თუ კი იწყებდა სხვა ადგილას მივიდა მიიტანა საბუთებით ამუნამ დაიწყო სამსახური და იქ შლიან კამერებს პოლიციელები მიდიან და შლიან რატომღაც თუნდაც ის შუბით იძის ჩვენება რომ გახსნეს ტელეფონი და თავიდან დაალუქინეს და მე გადმომიგდეს ის ტელეფონი სრულიად არც კი ირთობა ისეთ მდგომარეობაში იმიტომ რომ ალბათ რაღაცეები წაშალეს რომ ვინ გაიყვანა ჩემი შვილი სახლიდან როცა ესეთი სიცოცხლით სავსე და 1000 გეგმა ქონდა და 1000 ის ქონდა შესასრულებელი და ესე წავიდა თან მაინც და მაინც 100 კილომეტრის დაშორებით იქ მოიკლა თავი მე არ დამიკლია არაფერი იმ პერიოდისთვის, მაგრამ უბრალოდ სისტემას ვერ მოვირიე, იმიტომ რომ მთელი სისტემა ვებრძოლდა და მარტო იმაზე იყვნენ ორიენტირებული, რომ როგორ ჩაეფარცხათ თუ რამე გამოჩნდებოდა ახალი სიახლე, ცდილობდნენ რომ ის მიეჩქმალათ და ჩაეფარცხათ და ვერ გავაწყე ვერაფერი და გავჩერდი. ალბათ ყველაზე მეტად ეშინიათ ხალხის გაერთიანების და აქციების და სავარაუდოდ მაშინ რომ მოვითხოვდი რომ ხალხო თქვენი დახმარება მჭირდება თქვენი ის სჭირდება რომ ყველაზე მეტად მივხვდი რომ სადაც იყო ამათი სუსტი წერტილი, რატომღაც სუსტა იმას რო იგებდნენ, ყველას ეშიდოდა და სავარაუდოდ მიდიოდა ყველგან დაშინებები, იმიტომ რომ მე მქონდა შემთხვევა რომ ერთი რამოდენიმე მოვიდა და მითხრა რომ აი ჩემი ქმარი დაიბარეს და უთხრეს რომ შენ თუ გინდა ამ სამსახურში თავდაცვაზე კერძოდ ლაპარაკი, თუ გინდა რომ იმუშაო, მაშინ შენ მაცოლმა გაჩერდეს რაღაცებს აზიარებდა ჩემ იმებს. და ესე მოხდა ყველა იმაში. არ დაგიდგეთ საკმარისად საზოგადოება მაშინ ხარში დაგვრჩია. მე ვფიქრობ რომ არ დავიდგა. და ვერ დამიდგა, არ ვიცი. ბოლო კვირებში გაგვახსენდა არაერთი გაუხსნელი მკვლელობა, რომელზეც შედეგი სხვადასხვა მიზეზით არ დადგა. საქმეები ან იმის გამო იკერებოდა, რომ დამნაშავეებს მაღალჩინოსნები ფარველობდნენ, ან იმის გამო იფარცხებოდა, რომ თავად მაღალჩინოსნები იყვნენ კავშირში. ამ წლების განმავლობაში თაროზე იდებოდა დაუდევრობის, არაპროფესიონალიზმის, პროფესიული გულგრილობის გამო გამოუძიებელი საქმეებიც. ერთ-ერთი ასეთი კი იყო სული შემძვრელი ტრაგედია, რომელიც 3 წლის წინ დიდ იღომში მოხდა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დედამ 12 წლის ანი გარდაცვლილი იპოვა. გამოძიებას ამ დრომდე არ დაუდგენია, ანი უბედური შემთხვევით გარდაიცვალა თუ მოკლეს. ანის დედა ნატო ხუტაშვილია დღეს ჩვენი სტუმარი. ნატო, უღრმესი მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ამ მართლა ძალიან მძიმე პერიოდში, როდესაც ამ ტიპის შემთხვევები ბოლო პერიოდში ძალიან ბევრია დაგროვილი. რა ეტაპზეა ანის საქმე დღეს? უპირველეს ყოვლისა მადლობას გიხდით მოწვევისთვის და მადლობას უხდი ყველას, ვინც მთელი ეს პერიოდი თანაგრძნობით და მოთმინებით ელოდება, რომ ეს მკვლელობა გაიხსნება. ანის მკვლელობის საქმე კვლავ არის იმ ეტაპზე, რითიც დაიწყო. არანაირ კვალზე გასული არა ვართ. არავინ ეჭმიტანილი არ არის, არანაირი სამხილი არ არის, რომ რაიმეს გავყვეთ და კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. ნატო, თუ გიცდიათ, რომ თქვათ პარალელური დამოუკიდებელი გამოძიება ჩართულიყო ამ პროცესში და თუ გიფიქრიათ, რომ თქვათ შეიძლებოდა მათ უფრო სწრაფად მიეკლიათ დამნაშავისთვის თუ ასეთი რა ამის მცდელობაც გქონდა, რომ ჩაგვერთო ვინმე დამატებით, მაგრამ არის ესეთ ნიუანსი, რომ მკვლელობის საქმეში მონაცემები არ მიეწოდებათ ამ შემთხვევაში, რაღაც ბაზებთან წვდომა არ აქვს და პრაქტიკულად აზრი ეკარგება დამოუკიდებელ პარალელურ გამოძიებას. უნდა მიედო გამოძიებას, რომელსაც ატარებს სახელმწიფო.
ნატო აუცილებლად მინდა ახლა გთხოვოთ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იქნება გავიხსენოთ ანის ამბავი, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მაყურებელმა კიდევ ერთხელ გაიხსენოს რა მოხდა მაშინ და რატომ არა გაქვთ ნდობა გამოძიების მიმართ, რატომ გონიათ, რომ რაღაცა აი სამუშაო ვერსიის რატომ არ გჯერათ და რომ ეს იყო თქვათ ნამდვილად უბედური შემთხვევა და არა რაღაც სხვა. სამუშაო ვერსია რომ იყო სწორედ უბედური შემთხვევა, იმან დაღუპა ეს სიტუაცია და იმიტომაც არის გამოუკლევი ეს საქმე დღემდე. ჩვენი პროკურორი იყო შაიშმელაშვილი, გია შაიშმელაშვილი. თავიდან შეცდომები რითი დაიწყო? ესე იგი ბავშვი სადაც ნახეს იმ ადგილზე კამერები არ არის, მაგრამ სადაც მიდის ბავშვი და 1 წუთი არის იქამდე, იქედან იქამდე, იქ არის სათვალთვალო კამერა. ის ბოლო სათვალთვალო კამერა აქვს აღებული დანაშაულამდე 2 საათით ადრე, დანაშაულის შემდგომ 1 საათით ადრე. და რა გარანტია ქონდა მას, რომ დაუშვათ მთელი დღის მანძილზე არ იჯდა იქ ვიღაც, რომელიც ამ დანაშაულს გეგმავდა. არ არის გამორიცხული, რომ ჩემი შვილის მიმართ არა და ზოგადად. მე ასე ვთვლი, რომ ზოგადად უბრალოდ მოხდა ანი ამ უბედურ შემთხვევის მსხვერპლი გახდა ანი. ეს იყო მისი პირველი შეცდომა, რომელიც მან დაუშვა და ეს კამერები ასეთი შეზღუდული დროით აიღო. თუმცა მე-3-4 მიკრორაიონის კამერები მომაწოდეს 1 თვით, ანუ 1 თვის ჩანაწერები მომაწოდეს. ეს მიქმნის საფუძვლიან ეჭვს. როგორ შეიძლება დანაშაულის ადგილის კამერა მომაწოდო 2 საათით? დანაშაულამდე 2 საათით და ახლა 1 საათით შემდეგ უკვე იქ აღარაფერი არ ჩანს. დანაშაულამდე 2 საათით და რაღაც მე-3-4 მიკრორაიონის კამერები მომაწოდო 1 თვით, რომელსაც არანაირი სარგებელი არ აქვს. ასევე ჩვენ ოჯახმა მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით როგორ შოკში, ახლა ამისი ახსნა საჭირო არ არის და სავალდებულო არ არის ყველას ესმის. ოჯახმა ჩამოვწერეთ სია, თუ რომელი კამერები უნდა ნახულიყო და სად იყო პერიმეტრში განთავსებული კამერები. ეს კამერები ერთ-ერთი არის ბაღის კამერა, რომელშიც შემდგომში ჩანს, რომ იმ მიმართულებით ჩემო ქალიშვილმა ნახა, რომ იმ მიმართულებით გარბის ადამიანი ძალიან ისეთი გადახტა და ნუ რაღაც უაზრო სირბილი აქვს. და რომ მოვითხოვე, ეს მერე ვნახეთ, ხო, როდესაც გადმოგვეცა ეს კამერები და ეს კამერები ჩვენ გადმოგვეცა, არ გვაძლევდნენ თავიდან ამ კამერებთან, მასალებთან წვდომა ნაკლებად გქონდა, მართალი გითხრათ, არც შეგვეძლო ისეთ შოკურ მდგომარეობაში ვიყავით და გვჯეროდა, რომ აუცილებლად გამოძიება თავის საქმეს პირნათლად და სწორად გააკეთებდა. მე-18 დღეს ჩაერთო ადვოკატი უფლებების საქართველოს ჩაერთო, რომელმაც გამოგვიყო ადვოკატი ელისო რუხაძე, გვანცა ჯოჯუა და კარგი ადვოკატები ძალიან ჩაერთო და რომ მივიყვანე ადგილი, რომ მეჩვენებია ელისოსთვის და გვანცასთვის, აღმოჩნდა ისე, რომ ამ ტერიტორიას ჩეხავენ, ასუფთავებენ პირწმინდად უცვლიან იერსახეს. ეს რამდენ ხანში ხდება? ეს ხდება ზუსტად მე-18 დღეს. მე-18 დღეს არიან ჩართულები უფლებების საქართველო. ამიტომ არ მქონდა მანამდე იმისი ფიქრიც, რომ უნდა ჩამერთო ადვოკატი. ნუ აი, შოქში ვიყავ. არა, აბსოლუტურად გასაგებია თქვენი. შოქში ვიყავით. და როდესაც მივარდით, რომ რა შვებით, რატომ ჩეხავთ, ამ დროს გამოდის საბურთალოს გამგებლის მოადგილე თეონა ჯინორიძე და გვიწყებს ჩხუბს, რომ როგორ თუ რა უფლებით ვჩეხავთ, აქ უკვე დასრულებულია გამოძიება, აქ არაფერი აღარ არის აძებნელი და ჩვენ მოქალაქეების მოთხოვნით ამ ტერიტორიას ვასუფთავებთ და ეს ხალი გვიყვირის, გვერჩის და არის ძალიან აგრესიული. და საიდან ქონდა ეს წმუნება, რომ აუცილებლად მე-18 დღეს იყო ყველაფერი უკვე დასრულებული იქნებ? ან წმუნება საიდან ქონდა, რომ უკვე ყველაფერი დასრულებული იყო, ვის დაეკითხა და ვინ უპასუხა, რომ დასრულებული იყო ყველაფერი და მან არაფერი არ იძებნებოდა.
მან დავდიოდი და ვძებნიდი ჩემი შვილის, როდესაც გავიგერო ბავშვს საყურე ჰქონდა თმაში გაჩხერილი და საყურის სამაგრი უკანა დაკარგული იყო, მან შემხვდა მე ის სამაგრი, მაგრამ უბრალოდ არ ვიცოდი ჩემი შვილის რო იყო და დავდიოდი ვეძებდი იმას 1000 რამე იყო მე მოსაძებნი, მაგის მერე კიდე ტარდებოდა ექსპერტიზის ბიუროდან აგზავნიდნენ ხალხს და კიდე ეძებდნენ, საყურეს ეძებდნენ, გარემოს ნახულობდნენ და ამეთმა უცებ გაჩეხეს. თუმცა მე აღმოჩნდა, რომ ეს ქალბატონი თეონა ჯინორიძის მეუღლე არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მეუღლე. ალბათ იქედან იცოდა მან, რომ უკვე ეს გასაჩეხი იყო ეს ტერიტორია. ხო, მაგრამ ამისთვის ხო უნდა ყოფილიყო მიმართვა, თქვათ, გამოძიებისთვის, რამდენად ქონდა უფლება, თქვათ, მე არ მაქვს ასეთ დოკუმენტზე, უბრალოდ არ არის ეგეთი დოკუმენტი, სადაც მიმართვა არის გაკეთებული, იმიტომ რომ ამჯერად წვდომა მაქვს დოკუმენტებთან და ასეთი მიმართვა არ არის გაკეთებული. შეიძლება თუ არა გაიჩეხოს, აი ამ სკვერში მომხდარი ასეთი უბედურების შემდეგ დასრულებულია თუ არა ყველანაირი მოკვლევა, რომ ჩატარდეს აქ გაწმენდითი სამუშაოები. არ გაწმენდილა ის სკვერი 20-30 წელი და მაშინ მოუნდა ჯინორიძეს იმ სკვერის გაწმენდა, ხო? ვასაძესთან ერთად, გამგებელთან ერთად. მაშინ მოუნდა იმის გაწმენდა, რა ინტერესი ჰქონდათ ასე სწრაფად რო წმენდნენ და ანადგურებდნენ იმ ტერიტორიას. რამდენი ერთი კითხვა არის ამ საქმეში? უამრავი. როცა კითხეთ, დარწმუნებული ვარ, კითხეთ, ხო? რატომ მოხდა ასე სასწრაფო წესი ხალხის? რა მიიღეთ? იმიტომ რომ დასრულდაო აქ ყველაფერი, მე მიხსნის ვინმე ჯინორიძე, რომ იქ დასრულებულია ყველაფერი, არაფერს მე იქ აღარ ვეძებ და უკვე მას აქვს სრული უფლება, ოღონდ ვინ მისცა ეს უფლება დღემდე არ არის გარკვეული. აქვე აუცილებლად არის საჭირო არის ლაპარაკი მტკიცებულებაზე, რომელიც ასე ვთქვათ, გაფუჭდა და ის არასათანადო შენახვის და მოპყრობის საფუძველზე ეს მტკიცებულება დაზიანდა. შეიძლება ითქვას, აი ეს ამბავი, რომ უფრო განმარტოთ საზოგადოებისთვის, რა მოხდა, რა კონკრეტულად რას ეხებოდა ეს? რა მტკიცებულებას? და რას ველოდით აი ამ მტკიცებულების ახლა აგიხსნით შესაბამისი გამოძიება. როდესაც მოვიდა ექსპერტიზის ბიუროდან ექსპერტი იმ ღამესვე, რომ შემოწმებინა ადგილი არა, შემოწმებინა ბავშვი, არ ვიტყვი გვამს, ჩემთვის ეს შვილი არის სულ ცოცხალია. შემოწმებინა ბავშვი, რა მდგომარეობაშია, რა დაზიანებები აქვს, რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, როგორ წევს, რამდენი საათის გარდაცვლილია, ამ დროს მას ხელში უჭირავს გრიგოლიას, დავით გრიგოლიას ბავშვის ხელი უჭირავს ხელში, არის გადაღებული სურათი. ასევე წერია გარკვევით, რომ განათება იყო კარგი, ძალიან კარგი, რომელიც აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ კარგად შეხედო ხილვადობა იყოს სრულფასოვანი. გააჩნია თუ პირადად ადამიანს არ უარგა მხედველობა, შეიძლება მაშინ ვერ შეხედოს, მაგრამ მე არ შემინიშნავს, რომ იგი სათვალეს ხმარობდა. მას უჭირავს ბავშვის ხელი და ბავშვის ხელში, ფრჩხილში აქვს გაჩხერილი თმა. ეს თმა არის დაკარგული. ამის შემდგომ გადაყავს ჩემი შვილი, გადადის ჩემი შვილი ექსპერტიზის ბიუროში და ექსპერტიზის ბიუროში უტარებს კვლევებს იღებს ანაწმენდებს, რომელსაც შემდგომში ლუქავს, როგორც თვითონ ამბობს, აშრობს, ლუქავს და აგზავნის სათანადო ადგილზე. შემდგომში ერთი თვის შემდეგ ამ ანაწმენდებს ხსნის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომელი კვიცინაძე ნინო და წერს თავის დაკითხვაში, რომ დავდე ქაღალდზე, ქაღალდი დასწველდა. ანუ რადონეზე სველი იყო ეს ანაწმენდი, რომ ქაღალდი დასწველდა. აქვს ობის მაგვარი დანაშრევი, ანუ მარტივად რო ვთქვათ, არის დაობებული. გავაშრე და შემდეგ დავიწყე მასზე კვლევა. აი ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენ წავაგეთ სასამართლო პროცესი, უკაცრავად წავაგეთ სასამართლო პროცესი და ვერ პოულობ ახლა
ექსპერტს უჩიოდით თუ არ ვწდები ამასთან დაკავშირებით? კი, ექსპერტს უჩიოდი. რა შედეგით დასრულდა ეს? წავაგეთ თქო. თქვენ წააგეთ? გაამართლეს ექსპერტი, გაამართლეს და გამოვიდა რომ ექსპერტი დამნაშავე არ არის, თურმე რომ დადოს სველი დაობა და აბა მეტი არგუმენტი რა გინდა მისივე თანამშრომელი წერს რომ დავდე ქაღალდზე იყო სველი იმიტომ რომ ქაღალდი დასველდა გარშემო შემდეგ დავიწყე კვლევა როდესაც გაშრა ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ჩვენ წავაგეთ და ისევ გამოდის რომ არავინ არ არის დამნაშავე იმაში რომ ეს არის დაობებული და კიდევ ერთს ვიტყვი იმდენი თავხედობა ეყოთ რომ შავზე, თეთრზე დამიმტკიცეს, რომ შავი არისო. პირნაღებინები მასები ჩემ შვილს პირიდან გადმოსული არ ქონდა. მერე რომ მოვიდა სასწრაფოდ, ამოუტუმბეს და გაუწმინდეს. და მიხსნიან ხელის ანაწმენდები არის დაობებული, როგორც სახის ანაწმენდები და მიხსნიდნენ ასფიქსია იყო თუ არ ასფიქსია და მაგაზეც ცალკე ვისაუბრებ. მიხსნიდნენ ამასთან დაკავშირებით, რომ ეს შავი და დაობებულიო არისო პირნაღებინები მასაო. ხელები თუ ბავშვს სუფთა ქონდა და სურათებში ჩანს, რომ ბავშვს ხელები სუფთა აქვს. ხელებზე საიდანღა მიეწყო პირნაღებინები მასა. ესო გადაყვანის დროს მიეწყო. ეხლა მომისმინეთ კარგად. ბავშვი რომელიც უკვე რამოდენიმე საათია იქცევს და ნებისმიერი სხეული მაგრდება ხელებმა მიიღო ფორმა როგორ გადაყვანის დროს მიედო პირნაღებინები მასა ბავშვმა ხელები პირზე დაისვა ეს ხო დამტკიცება არის აბსურდის ეს არის მოსამართლის სირცხვილი როდესაც ასეთი არასწორი განაჩენი გამოიტანა ამასთან დაკავშირებით ეს არის პირველი ინსტანცია ჩვენ გავაგრძელებთ კიდე ამასთან დაკავშირებით ბრძოლას მე არ გავჩერდები იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ბრძოლის გარეშე ჩხუბის გარეშე ყვირილის გარეშე თურმე არაფერი არ კეთდება და ზრდილობიანი კულტურული ენა არავის არ ესმის ასევე მინდა გითხრათ მე-18 დღეს, როდესაც ჩაერთო უფლებების საქართველო და ადვოკატი ელისო რუხაძე, გვანცა ჯოჯუა ჩვენ ვიყავით მისული პროკურატურაში, სადღაც მე-20 დღე იყო, თუ არ ვცდები, არა, მე-18 დღე იყო და მოვითხოვეთ დაზარალებულად, რომ ყოფილიყავით ცნობილი. პროკურორებთან ესა და ამ დროს მეუბნება შაიშმელაშვილი ჩემი პროკურორი რომ რა გინდა დაზარალებულად ცნობა დოკუმენტებთან წვდომა ისედაც გაქვს რატო უნდოდა რომ არ მქონოდა შემდგომში დოკუმენტებთან წვდომა და რატომ უნდოდა რომ არ ყოფილიყავი დაზარალებული არ ვარ დაზარალებული 12 წლის ანგელოზივით ბავშვი მომიკლეს არა ვარ დაზარალებული რა მიზანს აღწევდა შაიშმელაშვილი ვერ გავიგე მისი არასწორი ქმედებების გამო რომ არ აიღო ის კამერა რომელიც დიდი ხნით უნდა აიღო შემდგომ ვთქვი და მე აზრი გამიწყდა იმ მიმართულებით სადაც გარბის ის პირი რომელიც ჩემმა შვილმა ნახა და ეს კამერაში ჩანს რაც კამერაში ჩანს მაგრამ იმდენად შორი კადრია რომ ახლოდან მოახლოების არაფერი აღარ ჩანს არის ბაღის კამერები. ეს ბაღის კამერებიც კონკრეტულად ჩამონაწერში გქონდა, მოთხოვნილი რომ ეს ბაღის კამერებიც ამოეღოთ. რატომღაც ბაღის კამერა, რომელსაც აუცილებლად გაივლიდა 4-ვე მხრიდან არტყავს კამერა და რომელიმე მხრიდან შემოუვლიდა, იმიტომ რომ სხვა გასავლელი იქ არ არის, რატომღაც ბაღის კამერა აღმოჩნდა ამოუღებელი. რომ დავსვი კითხვა, რომ ბაღის კამერა სად არის? მეუბნებიან იცით რა დაგვავიწყდა მე დავიჯერე მართლა რომ დაავიწყდათ ვიფიქრე ადამიანები არიან მაშინ ჯერ არ გვაქვს ნანახი რომ იმ მიმართულებით გარბის ის ადამიანი დავიჯერე რომ დაავიწყდა და მე რაღაც მომენტში დავეჭდი რომ რაღაცას მატყუებენ მივდივარ ბაღის დირექტორთან ვეკითხები მითხარით როგორ ამოიღეს ბაღის კამერები ვინ იყვნენ მოსულები დიახ იყვნენ მოსულები 3 ჯერ და ბაღის კამერებს ამოწმებდნენ. როგორ იყვნენ 3 ჯერ მისულები, როდესაც განჩინებით იღებენ ბაღის კამერებს. განჩინებას წერდა შაიშმელაშვილი, აგზავნიდა და იმის მიხედვით იღებდნენ კამერებს და იქ არ დაწერა განჩინება და ავიწყდა განჩინება. თუ დაავიწყდა, რატო იყვნენ მისულები? თუ დაწერილი იყო განჩინება, რატომ არ ამოიღეს? და
და მე ბოლოს მეუბნებიან რომ იცით რა არაფერი არ ჩანდა და მე რა ვიცი რომ არაფერი არ ჩანდა მე მჯერა უკვე რომ იქ რაღაც ჩანდა ანუ თქვენ ან ადვოკატებს ამაზე წვდომა არ ქონიათ იმ პერიოდში არ ქონდა და ახლა აღარ არის ის კამერები მე ამოიღეს და 1 წელი აღარ დაუბრუნეს ბაღს და ბაღი იყო უკამეროთ როდესაც ბავშვები საფრთხეში არიან როდესაც არანაირი კამერა არ არის და 1 წელი DVR-ი არ დააბრუნეს ვითომ აკეთებენ აღდგენას ეს გადასარევად იყო ალბათ გათვლილი რომ 3 თვის მერე ის კამერები გადაწერა მან მილიონჯერ გადააწერა ერთი და იგივე ინფორმაცია და ის კამერები გაქრა თქვენ მაინც რას ფიქრობთ ნატო მაინც ეხლა რომ გადავხედოთ მთლიან პროცესს რასაც ახლა ჩვენ ვისმენთ და თქვენ აკვირდებით ამდენი ხანია რა არის მაინც ეს თქვათ გამოვრიცხავთ აბსოლუტურად რომ ეს იყოს ვიღაცა თქვათ მაღალჩინოსანის ინტერესი ან სხვა საქმეებში და სხვა ასე ტრაგიკულ მოვლენებში რაც ჩანს და აშკარად მერე უკვე ცნობილი ხდება ხოლმე მოგვიანებით თუმცა მაინც ასეთ შემთხვევაში თქვენ აი ამ ტიპის გამოძიებას რასთან ეს არის უმეცრება ეს არის არაპროფესიონალიზმი და ასე მუშაობა არ შეიძლება თუ ასე მუშაობ არაპროფესიულად უნდა წახვიდე თანამდებობიდან ესე იგი არ იცი შენ მუშაობა შენ ახარ მავნებელი ამ შემთხვევაში მავნებლობის კეთებას არაფერი აკეთო ის ჯობია მაგრამ გასაგებია რომ ყველას უნდა საჭმელი ყველას შია და რაღაცით უნდა იშოვო ფული მაგრამ არა იმითი რომ გაუბედურებული ადამიანი თლად ტალახში აზილო ასევე მინდა გითხრათ არ გასულა 2 დღე მეორე დღეს იყო მე მგონი ახლა უკვე სწორად ვერ გეტყვით მოდიან და მეუბნებიან ჯერ ჩემმა შვილმა მითხრა რომ იცი რა დედა მე დაკითხვის დროს მითხრეს რომ ანი თავისით უბედური შემთხვევით არის გარდაცვლილი შოკში ჩავარდი მე ეს როგორ გითხრეს დედა რა უბედური შემთხვევით მინდა ასევე გითხრათ რომ ჩემს 39 დაზიანება აქვს მიყენებული 39 და წიხლი აქვს უკნიდან წვივში ჩარტყმული ბავშვს ნეკნებზე აქვს კაცის ნათითურები დიდი ხელების ნათითურები აქვს თვითონ გრიგოლია წერს თავისივე დასკვნაში რომ ყელის არეში აქვს ღრმა სისხლ ნაჟღენთები და სისხლ ჩაქცევები. ანუ ბავშვი არის დაამხჩვალი. და ამ ყველაფრის ფონზე 8 ჯერ აქვს გამომძიებელ ტუხაშვილს ღამე დარეკილი მისთვის გრიგოლიასთვის რომ რა ხდებოდა აინტერესებდა. ნუ გამომძიებელია და აინტერესებს რა ქნას, რა თქვას, ან პრესას რა უთხრას, ან თვითონ რა გაავრცელოს და რა გეზი აიღოს. და გრიგოლია ამბობს რომ ეს არის მექანიკური ასფიქსიაო, გადაცდენილი აქო საკვებიო. კი, სხვათა შორის ვერსია ოფიციალური, ხო, გამოძიება ასეთი გაავრცელა. ოფიციალური ეს ეს იყო ასფიქსია ის რაღაცა ეხლა მე გისურვებთ კითხვას თქვენ 40 წუთის წინ რო რაღაცას შეჭამ ადამიანი როგორ შეიძლება 40 წუთის მერე იმან დაგახჭოს ეს შეიძლება 40 წუთის მერე როგორ დაგახჭობს ის საჭმელი ვერ დაგახჭობს ეს გამორიცხულია და ამტკიცებდნენ ასევე ჩემ დას დაკითხვის დროს ჩემს შვილს დაკითხვის დროს ხმები გაუშვეს რომ ყველა გარშემო მაგას ამბობდა თვითონ ბიძა ჩემიც კი შეიყვანეს შეცდომაში არა ბიძა ჩემს იმღამესვი აქვს ინტერვიუ მიცემული რომ ამბობენ რომ ბავშვს რაღაცა გადაცდაო იმღამესვე სანამ გრიგოლიაც კიდე ალბათ დასკვნას დადებდა ან დადებული ქონდა უკვე ახლა ზუსტად ვეღარ ვიტყვი მაშინვია ეს ნათქვამი რომ გადაცდენით არისო ბავშვი სხვათა შორის მედიებშიც იმავე ღამეს ეს ვერსია ტრიალებდა ძალიან აქტიურად. ამის მერეც ნახეთ შაიშმელაშვილს რო ვეუბნები რა შვებით იპოვეთ ვინმე ახლა ყოველწუთში და ვის ვეძებთო ქალბატონო ნატო ანუ ტიპი არც არავის არ ეძებდა იმიტომ რომ ჯეროდა და უნდოდა რომ მეც დამეჯერებია რომ ალბათ ფიქრობდნენ ამას უცხოური გვარი აქვს ამ ბავშვს არის იანუშაიტიტე ვიღაცა სადღაციდან ამას პატრონი არ ყავს და ჩაიფარცხება ეს საქმე თვითონ მაგრამ აი ეს დაზიანებების ხეულზე ხო
მეუბნების უფროსი ვინც არის თაყაძეც მეუბნებოდა რომ ხო ნატო წარმოიდგინე ამდენი მკვლელობა მაქვს ნანახი და მეცო მჯერაო იცი მაინცო რაღაცნაირად ვფიქრობ რომ ესო არ არის მკვლელობა და ეს არის უბედური შეცდომა კიდევ გავმეორდები და კიდევ დაუსვავ კითხვას 39 დაზიანება რო აქვს ეს გახეთქილი ქონდა ეს დალურჯებული ქონდა მთლიანად ცხვირი ჩამოგლეჯილი ქონდა ეს დაგლეჯილი ქონდა ფეხი წვივი აი აქ ნეკნები აი ეს მთელი ზურგის არე ერთი გეკითხებით ხახნო დანა არ ქონდა ჩარტყმული იარაღი არ ქონდა დასროლი თუ ეს ორი მომენტი არ არის მაშინ გამოდის რომ ეს არ არის მკვლელობა და ეს არის უბედური შემთხვევა და ყველაზე ცუდი კიდევ არ გაცდით საუბარს ყველაფერი უნდა ვთქვა რაც აქამდე არ მithქვია ყველაზე ცუდი კიდე ის არის რომ მეუბნებოდნენ ხო მარტო კი არ მეუბნებოდნენ რომ იცით რა გადაცთენით არისო აი ყველაზე ძაღლის თავი სად არის დამარხული კამერებში ვნახეთ ქალბატონო ნატო რომ ნაღებინები მასები არის დადის და აღებინებს ბავშვი ქუჩაში კამერებში ჩანს იცით რომ ბავშვი საწყალი დადის აღებინებს და მერე ეცემა და აღმოჩნდა რომ კამერები ასეთი არ არის რომ მოვითხოვე კამერები სად არის თქო კამერები არ არის და პირველი ესმე ტუხავი ჟამერაშვილმა მითხრა გამომძიებელმა რომ კამერებშიო მოჩანსო რომ გზაში მოითხოვეთ არ არსებობს ეს კამერები თუ აქვთ დადონ მარტო ტყუილებზე უნდა იყოს აწყობი ანუ ჩათვალეს რომ მე არც კამერას მოვიკითხავდი არც მასალას არ ჩავწვდებოდი და საერთოდ არაფერს არ ვნახავდი სხვათა შორის მინდა გითხრათ ახლა მე მედია ვახსენე და ლაშა კვესელაძე ჟურნალისტი იყო ამერიკაში ყოფნის დროს შეხვდა ძალიან ცნობილ ამერიკელ სასამართლო სამედიცინო ექსპერტს მაიკლ ბადენს და გააცნო ანის საქმე და რომ არაფერი შემეშალოს მაიკლ ბადენმა პათანატონმა 99%-იანი სიზუსტით თქვა რომ 12 წლის გოგონა არის მოკლული ეს არის მაიკლ ბადენის დასკვნა, რომელიც გაეცნო მთლიანად ყველაფერს, ყველა მასალას და ამის საფუძველზე მან ეს დასკვნა შაბათის ფორმულაში დათო ქაშიაშვილთან გავიდა სწორედ ეს ინტერვიუ მაიკლ ბადენთან. რამე ხომ არ შეცვალა ამ გარემოებამ, თქვათ იგივე გამოძიების ან იგივე იმადა ექსპერტების თვის სწორედ აი ამ ინტერვიუს. აი ეს არის მთელი უბედურება ჩვენ ქვეყანაში, რომ მაიკლ ბადენი სნაირი ექსპერტები ჩვენ არ აგვყავს და ასეთი ბუმბერაზები არ აგვყავს. ჩვენი ხალხი არის გადასული იმაზე, რომ რაღაც დაჯღაბნონ და მერე ეს დაგიდონ. 14 წლის სტაჟი აქვს დავით გრიგოლიას და ამბობს ლექციებს ვკითხულობო. აი ამხელა სტაჟის მქონე ადამიანმა რომ მთლიანი ექსგუმაცია ჩაატარე, გამოიკვლია ბავშვი, მთელი დაზიანებები შენვე აღწერე, შენვე წერ რომ ყელის არეში რა დაზიანებები აქვს მიყენებული და შენვე გადასცემ ინფორმაციას რომ ბავშვი არის გადაცთენით დაღუპული და გადაცდა თურმე პირნაღებინები მასები და იმაზე ანგარიშს კი არ უწევს თავისივე დაწერილს რომ პირნაღებინები მასა საიდან მოსდის ეს ამდენი დაზიანება რო აქვს იქნება აგონია არის ეს არის სიკვდილის აგონია რომელიც იწვევს პირის ღებინებას და უკვე ბავშვი გარდაიცვალა მაგ დროს აი ეს რო წამოუვიდა და უკვე ბოლო მომენტი ქონდა ეს არ გადმოუვიდა და პირის ღრუშივე ქონდა დარჩენილი და ლოყები ქონდა გაბერილი ამ პირნაღებინები მასებით აი ეს როგორ შეიძლებოდა რომ ექსპერტი ელემენტარული განსხვავება ვერ გაეგო რომ რა რისგან გამომდინარეობდა პირღებინებისგან გამომდინარეობდა სიკვდილი თუ ასფიქსიისგან მოვიდა ეს პირღებინება. ეს ელემენტარული ვერ გაარჩია. ანუ თქვენ გულისხმობთ რომ გაუგდვის პროცესშია ეს ყველაფერი დაწყებული და დიახ, სიკვდილის აგონია იწვევს ღებინებას. და ეს ღებინება იმიტომ აქვს წამოსული და არანაირი გადაცდენა ჩემშულს არ აქვს. საჭმელს რომელსაც 40 წუთით ადრე შეჭამ, ვერ გადაგწდება 40 წუთის შემდგომ. ეს არის გამორიცხული. არ ყოფილა ბუნებაში ასეთი რაღაც. თუმცა
მარტივად მიმტკიცებდა, ახლა იტყვის ალბათ რა გინდაო, გამამართლაო, სასამართლოო, მაგრამ არ არის რა ეგრე, ნამუსმაც უნდა გაგამართლოს, ადამიანობამაც უნდა გაგამართლოს, შენმა გამოცდილებამაც უნდა გაგამართლოს და იმ ლექციებს რო უკითხავ იმ სტუდენტებს, იმ სტუდენტებიც არ უნდა ფიქრობდნენ, რომ ამან მე რა უნდა წამიკითხოს, რა ლექციის წამკითხველია თვითონ არაფერი იცისო. და თუ გინდა ახლა დადექი და ილაპარაკე რომ რატო ვამბობ ასე. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ ხოლმე რომ ყოველთვის მზად ვართ თუ ადამიანს უნდა პასუხი გასცეს. ოღონდ რა თქმა უნდა ეს თქვენთან ერთად მოხდება მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით რომ თანახმა ვიქნები. ასევე მინდა დავამატო რა. მართლაც ნამუსიც აუცილებელია ადამიანს თან კონდეს. ყოველ შემთხვევაში უნდა აღზარდონ რომ ეს ნიშანთვისებაც დაყვებოდეს, ხო? ხელში როდესაც ვიპოვე თმა, ეს იყო ზოგადად შოკი. პირველად გავეცანი მაშინ მასალებს საგამოძიებელში და მითხრეს რომ არ მიხვიდე, არ გინდა მაინც არ ნახო, გამომძიებელი მეუბნებოდა. ჩვენი გამომძიებელი არის დამავიწყდა სახელი ვიქტორ მახარაძე და ვიქტორი მეუბნებოდა რომ ადამიანური თვალსაზრისით არ გინდაო, ცუდად არ გახდეო. მაგრამ დედა ალბათ ან მაგრდება ამ დროს, ან ძაღლდება და რომელი ერთი მჭირს ამ ორიდან ვერ გავიგე. და როდესაც ვეუბნებოდი რომ გამიდიდე, კიდურები გამიდიდე, ხელები გამიდიდე, თითქოს გული მიგრძნობდა. გავადიდები ეს ხელის თითები ბოლომდე და ვიპოვე ეს თმაში. მათთვისაც დიდი შოკი იყო. ისინიც ძალიან გაკვირვებული დარჩნენ, ატყდა უცებ ჩოჩქოლი რომ ეს თმა ქონია ხელში და ასე შემდეგ და ჭხილში აქვს გაჭყერილი ეს თმა. ამის შემდგომ ეს მათ პირველად ნახეს ეს თმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კადრები თვითონ ქონდათ, ეს სურათები თვითონ ედოთ და ვერ შეხედეს, კარგი ვერ შეხედეს. მერე გქონდა კომუნიკაცია ექსპერტთან, გრიგოლიასთან. გრიგოლიას იყო ნამუსი, უпростоრად მე ვიტყვი რომ უნამუსობა არის ეს და მეუბნება იცით რა? ეს არის ლინზაზე მიკრული რაღაც თმა. მერე ახლა ეს სურათები ხო ეს სინქრონულად მიდის. ჩვენ ვნახეთ მანამდე გადაღებული სურათი, მის შემდგომ გადაღებული სურათი არ არის ასეთი თმა ლინზაზე მიკრული. გავაგზავნეთ ეს თმის სურათი ექსპერტიზაზე გერმანიაში. გერმანია ამბობს, რომ კი არის თმის მაგვარი ნივთი, ეს არ არის ლინზაზე მიკრული, დასკვნაში უწერიათ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ჩატარდა გერმანიაში. დიახ, ეს არ არის ლინზაზე მიკრული, ეს არის ფრჩხილქვეშ არსებული თმა ან თმის მაგვარი რაიმე ნივთი. ეხლა მე გისვავთ კითხვას, თუნდაც არის თმის მაგვარი რაიმე ნივთი და მან ტანსაცმლიდან გამოგლიჯა ის მკვლელს. ეს ჩემთვის მაინც სამხილი იქნებოდა და რაღაც მექნებოდა ხელში, რომ რაღაცაზე რაღაცა ჩატარებულიყო რაღაცის ექსპერტიზა. როგორ შეიძლებოდა ვერ შეხედა ხელში ეკავა ბავშვის ხელი. რას ხედავდა, რას უყურებდა, რისთვის იყო მიწვეული, რომ დაედასტურებია, რომ ბავშვი გარდაცვლილია. მეც ვიცოდი გარდაცვლილი რო იყო, იმიტომ რომ რო ავწიე ბავშვი გაცივებული იყო და დავაწვინე ეგრევე, აღარ მოკიდოთ ხელი, არ გააფუჭოთ ნივთკიცებები, არ შეცვალოთ. რაიმე თქო ვეუბნებოდი ექიმებს. აღარ არის ბავშვი ცოცხალი თქო. ჩემ შულზე ვეუბნებოდი, აღარ მოკიდოთ ხელი. ხელები ქონდა გაცივებული უკვე და კიდურები ქონდა შეცივებული. რას უყურებდა ამ დროს? და კიდე მატყუებს ამის მერე რომ ეს არის ლინზაზე მიკრული, ეს ერთი. მერე მეორე მეუბნება, იცით რა, შეიძლებოდა უგონო მდგომარეობაშიო რო გადაცდაო, მერე ერბინაო და გამოვიკითხე ყველანაირი ექსპერტი, ვინც არსებობს თუ საქართველოში თუ საზღვარგარეთ არ არსებულია რომ უგონო მდგომარეობაში გადაცდენით ადამიანმა ირბინოს, მერე შევარდეს სადღაც ბუჩქებში, დაწვეს გულაღმა და ხო თან დაზიანდეს ისე რომ გალახული აღმოჩნდეს, დაწვეს გულაღმა და გარდაიცვალოს. გულაღმა ღებინება სად გინახიათ? ქსმენიათ სადმე გულაღმა ღებინება? აი ამის გამო სწორედ რომ ბავშვი მან გულაღმა ნახა, გულაღმა რო ნახა,
გულდაღმა რო ენახა შეიძლება კიდე შეცდობაში შესულიყო. გულაღმა რო ნახა, მაგიტომ უნდა ეთქვა, სწორედ მთელი ღამე რო ურეკავდა ტუხაშვილი 8 ჯერ რო აქ დარეკილი, რა მოუვიდაო, მაშინ უნდა ეთქვა, რადგანაც გულაღმა წევს, რადგანაც ის ხნარღანთები აქვს ყელში, ეს გავს მკვლელობას და არა უბედურ შემთხვევას და ტუხაშვილი ამის მერე ამბობს, მე იმიტომ დავრეკე, რომ ოჯახისთვის შემეტყობინებია, რომ ბავშვი როდის წაეყვანათ, რატომღაც აღარ დაგვირეკა ტუხაშვილმა, ან რა გვინდოდა ტუხაშვილის დარეკვა, ყველა იქ იყო. ნატო, მე როგორც ვიცი, კიდევ ერთ პასუხსელოდებით უკვე ნიდერლანდებიდან, რამდენადაც ვიცი. ჯერ არ ვიცით, მაგ საკითხთან დაკავშირებით რა იქნება, როგორ იქნება, დაველოდოთ. იმედები პრაქტიკულად აღარა მაქვს. ძალიან ნელა მიდის ტელეფონების მოკვლევა. პრაქტიკულად გადართულია ყველა საქმეზე, რატომღაც ვიქტორ მახარაძეს აგზავნიანა. ეს არ არის მისი ბრალი, რა თქმა უნდა, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რომ ამ სახელმწიფოში მეტი ნორმალური გამომძიებელი ყოფილიყო და მარტო ვიქტორზე არ იყოს ყველაფერი ჩამოკიდებული. თუნდაც რაღაც განსხვავებული აზრის არსებობაც რო მასაც არ ეძლევა იმის საშუალება, როგორც ჩანს, რომ ეს ჩემი ისინი ტელეფონის ნომრები დროულად შეისწავლოს. სწორედ მინდა რომ ეს ყველაფერი კიდევ გადაიხედოს და კიდევ გადაიხედოს. იმიტომ რომ არ არსებობს იმ ტელეფონებში მკვლელის ტელეფონის ნომერიც ხო არის. მისი გადაადგილებაც ხო არის. ხო, ყველაფერი არის. როგორ შეიძლება ასე რომ ასე ყველანაირად იდეალური დანაშაული მოხდეს? ეს არის უბრალოდ იდეალური ჩაფარცხვა. ჩაიფარცხა თმა. გაანადგურეს ადგილი. არ დაიცვა პროკურორმა ადგილი. მე მეუბნება რომ ვის ეძებ, ცოლშვილს ეძებ, კვლელს ეძებ, არ უნდა იცოდე ვის ეძებ. ხო, მაგრამ არის აი ესეთი სამხილები, რომელიც წარმოუდგენელია. 14 წელი რო გაქვს ადამიანს სტაჟი, ექსპერტს, 14 წელი რო გაქვს სტაჟი, როგორ შეიძლება რომ შენ ვერ მიხვდი აქ რა მოხდა და შენ ამბობ რომ გადაცდენით არისო დაღუპულიო. გადაცდენა საიდან მოდის? ნატო, ჩვენ ახლა უკვე დასასრულისკენ უნდა წავიდეთ, ანუ კიდევ სხვა თემები. არა, მაპატიეთ რა, ერთს ვიტყვი კიდევ. რა თქმა უნდა. ასევე მინდა ვთქვა კომისიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. კომისიურმა ექსპერტიზამ და ზოგადად ექსპერტიზის ბიურომ საერთოდ შეკრეს პირი, როგორც ჩანს, ჩემს წინააღმდეგ, ჩემი შვილის წინააღმდეგ და გადაწყვიტეს, რომ ზოგადად კომისიურ დასკვნა არ დადონ. ან დადონ, ალბათ არ ვიცი, 3 წელი გავიდა, კომისიურ დასკვნის პასუხს ვერ ვეღირს. ახლა მინდა მივმართო თქვენი ეთერით, უკაცრავად თუ მომცემთ უფლებას, კომისიურ ექსპერტიზაში არის გია ცინცაძე, ზურაბ გრიგალაშვილი, რეზო ლომთაძე. რა ვერ დაწერეთ კომისიური ექსპერტიზა? რა ვერ დაწერეს აქამდე? რას წერენ? მაია ნიკოლეიშვილი მყავს აყვანილი კერძო ექსპერტად, დამოუკიდებელ ექსპერტად. ქალბატონი მაია არის გაგიჟებული ამდენი წლის ექსპერტი ვარო და აი ასეთი უგულებელს ყოფა ურეკავს ქალი, განცხადება დაწერა პროკურატურაში, რომ არ იწერება პასუხი, ამბობს ბოლოს და ბოლოს მე დავდებ ჩემ დამოუკიდებელ დასკვნას. არ გამოდიან კავშირზე, არც ტელეფონით, არც წერით და იტყვებიან, რომ ეხლა ვერ ვნახეთ ჩვენ ოტოლარინგოლოგი, ეხლა ვერ ვნახეთ ჩვენ კუჭნაწლავის ექიმი. რა ვერ ვნახეთ? საქართველოში აღარ არიან ექიმები, უბრალოდ მიწელავენ. ეხლა რომ მოხდა ავალიანის მკვლელობა, ხო, ამ ბავშვის მკვლელობა, გამოვიდა დედამისი იყვირა დააყენა შედეგი და ძალიან სწრაფად დაუწერეს ამათმაც, ეგრევე დაუწერეს ორ თვეში კომისიური დასკვნა და მე 2 წელიწად ნახევარი არ დამიწერეს. 2 წელიწად ნახევარია ვენდეტას მიკეთებენ, მიწყობენ? ეს რა არის? მივმართავ კვლავ, ერთხელ ვიღაცას მამა გარდაეცვალა, მეორე ვიღაცა ავადმყოფოს ავადმყოფოში იწვა. ეხლა რა გჭირთ გამაგებეთ? ყველა ავადმყოფოებში ხართ თუ ყველა სახლში მიცვალებული ხართ, რომ ვეღარ მოიცალეთ ამ საქმისთვის? რა გავაკეთო? ნატო, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვიქნებით თქვენ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით სწორედ ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი დედების საშინელ საპროტესტო განწყობას და საშინელ მოთხოვნას, რაც შეიძლება სწრაფად იყოს გამოძიებული ყველა ის საქმე, რომელიც ჩვენს თვალწინ განვითარდა და ეს მართლა ძალიან შემაშფოთებელია. მე რა თქმა უნდა ვისურვებ თქვენთან ერთად, რომ რაც შეიძლება მალე დაიდოს დასკვნა თუ რეალურად რა მოხდა ანის შემთხვევაში. მადლობა და ერთს დავამატებ.
ბავშვის ტელეფონი იპოვეს მეორე დღეს საღამოს. ის ტელეფონი იქ რომ ყოფილიყო, უამრავი პოლიციელი იყო და ნახავდნენ. ეს ტელეფონი ჩემი ვარაუდით მერია დადებული, იმიტომ რომ ტელეფონზე არც ბავშვის დნმ-ი არ არის, ისეა გაწმენდილი ტელეფონი. არც ბავშვის ანაწმენდი არ არის ხელის. ახლა ისმის კითხვა, ხო, და წერენ თავიდან რომ ეს ტელეფონიო ზემოდან ეგდო ქვაზეო. მე შემთხვევებით ექსპერტი იყო მოსული საყურეს ფრაგმენტს რო ვეძებდით და ის ექსპერტია ზემოდან კი არაო, ქვის ქვეშ იყო შეგდებულიო. ახლა რა გავიგო, ქვის ქვეშ იყო, ზემოდან იყო, ფაქტია რომ კი, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ნამდვილად. იმიტომ რომ ამ ტელეფონის ეკრანი ახალი დამტრეული იყო და ეთყობოდა რომ აი სულ ცინცხალი ბზარები ქონდა. ამითი უნდა მიმხვდარიყვნენ რომ ეს ტელეფონი დახეთქებული იყო და მაგის დასკვნაც არ დამიდეს საქართველოში რომ ეს ტელეფონი ახალი დამტრეული იყო. მაგის დასკვნაც ვერ გააკეთეს ექსპერტიზის. ნატო ყველანი ველოდებით მართლა სულ მოუთქმელად რომ ეს საქმე აუცილებლად მოვითხოვ რომ ძალიან მკაცრად ეს საქმე შეისწავლონ, გაიარონ, თავიდან გაიარონეს ფაქტები, დაკითხონ ეს ხალხი თავიდან, ყველაფერი გაკეთდეს. მოვითხოვ. დროზე რომ შეცვლილიყო შაიშველაშვილი და ყოფილიყო ლევან ვეფხვაძე, ამ შედეგამდე ალბათ არ მივიდოდი. მე დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად გაირკვევა ყველაფერი. ყოველ შემთხვევაში მე მინდა მჯეროდეს რომ დედის ძახილს ადამიანები ყველაზე დიდი ყურადღებით უსმენენ. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. როდესაც გავხსნან ყველობებზე საუბრობთ და სამართალზე ზოგადად, რომელსაც ჭირისუფალმა ვერ მიაღწია, როდესაც საუბრობთ როგორი ბრძოლის ფასად, როგორ ძალისხმევად უჯდება ადამიანს დამნაშავე სისტემის პასუხისგება, პირველ რიგში მალხაზ მაჩალიკაშვილი გაგახსენდებათ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი ლოგინში მოკლეს. მას სპეცრაზმელის ტყვია თავში მოხვდა. ჯერ დამარცხებული ვარ, ამათ მომიგეს ეს ბრძოლა, მაგრამ ეს ბრძოლა ხომ გრძელდება, ამას ბოლო ხომ ექნება, როცა ექნება. ამბობს თემირლანის მამა. ერთად ნახოთ მალხაზ მაჩალიკაშვილის საქართველოს ამბავი, რომელიც გელამ თბილისშვილმა გადაიღო. ვაწელია ამას პირდაპირ ჯოჯოხეთს დავარქმევდი, ჯოჯოხეთს. აი რა გაგიკეთებია, ვინ ხარ, რატო საუბრობ, ვის სახელს საუბრობ, შენ ვინ ხარ, სამშობლოს რა გაგიკეთებია. ყოველთვის დამარცხებულის მხარეს ვიყავი. ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს ვიყავი, ჩემი ბავშვობიდან. ყოველთვის უსამართლობის წინააღმდეგი ვიყავი. მე-4 კლასში ვიყავი, მამა ჩემი რო დაიღუპა. და მის მერე სულ მიწევდა დამოუკიდებელი ცხოვრება. სულ ვცდილობდი ყოფილი ვიყავი წინ. ჩემ წარსულ ცხოვრებას რო შევეხოთ, სპორტში ვიყავი პატარაობიდან. ორჯერ, სამჯერ საქართველოს პირველობას ყოფილ ვარ. ჯარის მერე დავოჯახდი და ყავდა ცოლშვილი, ყავდა ორი გოგო, უფროსი ორი გოგო, ნატა და ნათია და გროზნოში ყოფნის მერე დიდი შუალედი დაიჭირა და მერე გაჩნდა თემერლანი. თემერლანი გროზნოში დაიბადა. პირველ ომამდე გროზნოში ცხოვრობდით. ომი რო დაიწყო, ჩემი ოჯახით ჩამოვედი. მერე ისევ რო დამთავრდა ომი, ისევ დაუბრუნდი. დაუბრუნდი იქ სახლებიც, ბინებიც ყველაფერი დაბომბული, დანგრეული, ყველაფერი ისე დამხდა, მაინც დაუბრუნდი და გროზნოში ვიყავი. ბოლოს გროზნოდან რო ჩამოვედი, ეს 1999 წელია. ერთადერთი ადამიანი, ვინც მანქანით გადმოვიდა, ფიქრობ მე ვარ შატილის, გროზნოს შატილის გზიდან. იქ ხო დამთავრებული არ იყო ეს გზა. მე მაინც მოვახერხე, იქიდან მანქანით გადმოვედი.
ამ გზას შატილის გზას გამოყვა ძალიან ბევრი ჩეჩენი ტოლვილი და ასობით 200-300 შეიძლება ითქვას მანქანა ჩატოვეს იქ იმ ხეობაში და ჩემი გადმოსვლის მერე მესამე თუ მეოთხე დღეს დაიბომბა ის პერიმეტრი დაიბომბა და იქ მთელი მანქანების გადაწვეს ყველაფერი ივლის 10 არის რაღაც საქმეზე წასულები მე და ჩემი მეგობრები ჩვენ დაგვაკვავეს თბილისში და რაღაც პერიოდი მომიწია ციხეში ყოფნა, მაგრამ ძალიან დიდი ფული გადაგვახვდევინეს სამივეს მე და ჩემს ორ მეგობარს. უბრალოდ შეგვიკერეს საქმე, მე იარაღი ჩამიდეს, ჩემს ორ მეგობარს წამალი ჩაუდეს, მაშინ ეს წამლიანობა იყო ეს. აი აფხაზეთის თემაც მინდა გავიხსენო. აფხაზეთში საქართველოს მხარეს მის საკეთილდღეოდ მე ძალიან დიდი სარისკო საქმეც მაქვს გაკეთებული რაღაც დისკზე რაც გადავეცი მაშინდელ აფხაზეთის იმ დროინდელ ადამიანებს რაც ამათ სჭირდებოდა და ეს მე მოვიპოვე ყველა გზით და მივეცი სადაც საჭირო იყო. ახლა მაგაზე მე ხო არ ვსაუბრობ და არ ვიძახი რომ აი მე გავაკეთე დიდი საქმე. იქ აფხაზეთში ჩეჩნებს რო ასახელებენ ეს იქ ვინც იყო ეს რამოდენიმე ადამიანი იყო ასე ვთქვათ რუსეთის მხრიდან დავერბოუკებული ასე ვთქვათ ნაიომნიკი შემილ ბასაევის თაოსნობით დანარჩენი ძალიან ისეთი მებრძოლი და ძალიან მოაზრაუნე ჩეჩნები ყოველთვის აფხაზეთის და საქართველოს მხარეს იყვნენ და ეს ასეც იქნება ყოველთვის მე ამაში დარწმუნებული ვარ. ქართულ კულტურაზე და ქართულ ტრადიციებზე ვარ დაზრდილები. როცა სადღაც კეთდება საქართველოს მიმართებაში კარგი საქმე, მაშინ ქისტები ვართ. როცა აი მაგ თემას შეეხებიან, მაშინ წადით თქვენ სამშობლოში ჩეჩნები ვართ. მე ამის წინათ დაუწერე ქადაგიშვილზე, ერთ-ერთი პარლამენტარია დღეს ქართულ ოცნებაში, მგონი იყალთოილია. მან თქვა, აი ზუსტად ის პერიოდი იყო ცხელი ამბავი, თემერლანის ამბავი. თუ გაჩუმდებით წყნარად თუ არ იქნებით, გაგასახლებთ, თქვენ სტუმრები ხართ. ერეკლე მეორის პერიოდში ლეკიანობის დროს იქნა ქისტების ჩამოსახლება. მის მერე ქისტი არის ქართველის ფარად. აქ სტუმარი შენ 1 საუკუნე 100 წელიწადზე მეტი ცხოვრობ, 2 საუკუნე შენ არ ხარ სტუმარი, შენ მკვიდრი ხარ. მასეთი მიდგომა არ შეიძლება თემებში. ეს მარტო ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეუძლიათ სხვა მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა არც ერთ მთავრობაში, არც ერთ ხელისუფლებაში, ქისტებთან მიმართებაში. ხელისუფლებები და მთავრობები ეს ძალიან ისეთი ბინძური თემაა, ხელოვნურად ქმნიან ყველაფერს და როგორც შექმნეს ხელოვნური პანკისის ხევი. როგორც ასეთი ტერორისტული ასე ვთქვათ ბუდე დაარქვეს გაიგე ამ ხეობას ეს იმიტომ რომ მათ ეს სჭირდებოდათ ყოველთვის რაღაც ცხელი ამბავი ყოფილიყო მათთვის საზარგებლო ყოფილიყო მაგრამ როგორც ასეთი მთელმა საქართველოს პანკის ხეობაზე და ქისტებზე 7 რეგიონი საქართველოში არ არის ჩემი ამბის მერე აქ ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა აქ შავარნაძის დროსაც სააკაშვილის დროსაც ჩვენ ვიცით რა ამბები ხდებოდა და რამდენი მკვლელობა მოხდა ვინ სად მოკლეს ვინ სად ჩახოცეს ამათაც იფიქრეს ახლა მართლა ასე ამათაც იფიქრეს რომ მათაც გაუვიდათ ჩვენს გაგვივა მაგრამ მათ არ იცოდნენ აქ იყო ის ქისტი მას ვერ გაუტარებდნენ და ვერც გაუტარებ მე არც მაშინ
არც მაშინ სააკაჟის დროს რო ყოფილიყო, არც ვერც ისინი გამაჩუმებდნენ. ყოფილიყო შევარნაძის რომ არც მაშინ შეძლებდნენ და არც ესენი შეძლებენ. შეძლებენ რა, ჯერ დამარცხებული ვარ, რომ ამათ მომიგეს ეს ბრძოლა, მაგრამ ეს ბრძოლა ხო გრძელდება. ამას ბოლო ხო ექნება, როცა ექნება. აუცილებლად მოვა ბოლო. აუცილებლად დღეს დამარცხებული 8 წელია მე დამარცხებული ვარ და დამარცხებულ ბრძოლაში ვარ, დამარცხებულ ომში ვარ, მაგრამ მე გავიმარჯვებ. ჩვენ ყველანი გავიმარჯვებთ. ეს ჯერ დასაწყისში ვარ. აი ეს ადგილია. თემურლანი იყო ძალიან საინტერესო ბავშვი. კი, მართალია 18 წელი მომიწია მასთან ყოფნა. უკვე როცა მოიზარდა თემურლანი, აი 14-15 წლის მერე მართლა დღეს როცა ჩემ თავთან რჩები მართლა ბევრს ფიქრობ, რომ მსგავსი ბავშვი მე არ მინახია, იმდენად ძალიან უცხო ბავშვი იყო, ძალიან სხვა ტიპის ბავშვი იყო. ბავშვები ძალიან უყვარდა ხალხთან, ურთიერთობა ძალიან უყვარდა ჩვენთან ქისტებში. მამასთან მაინც და მაინც არ საუბრობდნენ თემაზე, მას რა უნდა, როგორ უნდა, რა თქმა უნდა, მამამ თვითონ იცის. როცა სადღაც ჟღერდება, აი შვილი არ გაზარდე, ამას რომ მეტყვიან ხოლმე მართლა შიგნით ყველაფერი მეწვება. არა და ისეთი ბავშვი იყო. მაგრამ ხალხი ცუდია. დაწერია ბატონო. იქ თემურლანის წყარო აწერია თავში. დაბლა დაელ შეძვე ხილ აწერია ჩვენებურად ეს ღმერთის სახელით იყოს თემურლანის ხსოვნისადმი. მისი სურვილი იყო ეცხოვრა თბილისში. აქ სოფელში მართლა არ უნდა, უკვე თბილისკენ დაიჭრა თვალი, თბილისში ცხოვრება უნდა და იქ ბინის ყიდვა უნდა და იქ სწავლის გაგრძელება უნდა და ამა თუ იმ ჯერ დამთავრებით ის ხო დაამთავრა, რახან 8 კლასიდან გამოიყვანეს, 8 კლასიდან იმიტომ გამოიყვანეს, რომ ამ თვალების გამო დისკომფორტი ჰქონდა. იმიტომ გამოიყვანა დედამისმა, მე არ ვიყავი მაშინ, მე წასული ვიყავი. და რახან 8 კლასიდან იყო გამოყვანილი უნივერსიტეტში, ვერ ჩავაბარებდა ხო, მე ვიფიქრეთ ჩავაბარებინეთ იმაში კოლეჯში, IT სპეციალობაზე და ის სპეციალობა ძალიან ისე აითვისა, რომ ერთ სიტყვით ძალიან მაგრად აითვისა რა. მე მქონდა აი ბოლოს სანამ ეს მოხდებოდა, ხო ჰქონდა შეტანილი საბუთები. დაცვაში უნდა და გასვლა, იქიდან ენის, ესე იგი, კარგად ქართული ენის ათვისება, მე აღმოსავლურსა და ინგლისურზე უნდა და მომზადება ამ ენებთან ძალიან იყო დაინტერესებული. ძალიან ჯანსაღი სურვილები ჰქონდა და ასე ვთქვათ ძალიან ისეთი ბავშვი იყო, ძალიან იშვიათი. ეს არის პაპაჩემის გაკეთებული ადრე წყარო იყო და მიტოვებული იყო და ერთ დღესაც მოვედით აქ და აუხსენე, ეს არის მეთქი ასე შენ დიდი პაპის გამოყვანილი წყარო, მეთქი ასე არ იყო. მითხრა რომ უნდა გავაკეთო ეს წყარო და აუდექი და ეს წყარო გავაკეთე, მე თემურლანის სახელობის ეს კვერი გავაკეთე. ტყეში წავედი რაღაც ლობიოს სარები მოუჭერი და იქ დაუტოვე ეს რამოდენიმე კონა. და მეორე დილას უთხარი თემურლანს საცალფეხო ხიდი იყო ალაზანზე გადებული
თემერლან მეთქი მეგობრები ხო ყავს მეთქი გადიდა ის სარის კონები გადმოიტანე მეთქი სახლში ხო და არ გასულა ერთი წუთიც არ გასულა თემერლანი იმ წუთასვე წავიდა მაგრამ რო წავიდა ვიფიქრე ახლა რომელიმე მეგობარს დაუძახებს მეგობარს აიყვანს ისე წავა მეთქი მაგრამ კებიაზე რო ავედი რო გავიხედე მარტო მიდიოდა ეს ბოლო შეხვედრა და ბოლო საუბარი იყო მასთან და მარტო რო დავინახე ახლა ვიცოდი ის 2-3 კონა იყო ძალიან მძიმე იყო და ვიფიქრე ახლა თვითონ არ გადაწყვეტოს მეთქი ამის გადმოტანა და ნელა ჩამოვიდი კიდან მეც გავუყევი უკან და რა ვხედავ სანამ მე გავიდოდი უკვე ხიდამდე მოსული 3-ვე კონა ზურგზე აქ შემოდებული და ხიდამდე არის მოსული და იქ ხიდთან დადო 2 კონა ერთი გადმოიტანა და გადმოსული ხიდზე მე დავხვდი და ვეუბნები თემერლან ესენი ძიმეა მეთქი ხო ძალიან ძიმეა მეთქი რატო ვინმეს არ უთხარი და რატო არ დაეხმარე მეთქი და არა მამა ესენი არალიო ძიმე შენთვის ძიმე არისო ჩემთვის ძიმე არალიო და გაეღიმა და ძალიან იშვიათად იცოდა გაღიმება ძალიან იშვიათად იცოდა გაღიმება და ძალიან ცოტა საუბრობდა მაგრამ საუბარში ყოველი მისი სიტყვა იყო რაღაც დიდი აზრი რაღაც საკითხთან დაკავშირებით დედაჩემთან კამაც გრას დაარქმე მაგას ეს გამორიცხულია ნუ დედაჩემი რაღაც უკმაყოფილო დარჩა რაღაც ჩემს მიმართ ან რაღაცა ისე არა ვთქვი თუ რაღაცა გადავაჭარბე არც მახსოვს არც ვიცი და ღამის პირველი საათია ისიც ერთი კვირის წინ არის ეს ამბავი სანამ მოხდება და ღამის პირველ საათზე მოდის ტელეფონზე ჩემთან WhatsApp-ზე რაღაც წერილი და ეს წერილი გაუსცენი და თემერლანის WhatsApp-იდან არის და იქ საუბარია დედაზე დედას თუ აწყეინე აი რამდენ სვადას ჩადიხარ ბისმილლა ხოჩულთა დიცინ დოჩუნა დღემდე ვერ ჩამოუკალიბებულ ვარ სროლის ხმამ გამაღვიძა თუ ვიღაცის დავარდნამ არა ყოველთვის აი მედიკოს და ნატას ყოველთვის ამ თემაზე მაქვს საუბარი იმ კარს მაგრად ნუ აკეთე მე თვითონ მართლა არაფრის არ მეშინია არც არასდროს არ ყოფილვარ რაღაც შიში ქონოდეს გულში აი ამ კარის გაღება დაკეტვაზე ხანდისხან გული მისკდება იმდენად მზარავს და იმდენად მეშინია ეს დამართა იმ ღამის მერე სხვა არაფრის არ მეშინია არ საერთოდ არაფრის მაგრამ აი ეს კარები მაგის აი ოდნავ აი მაგ კარის გაჯახუნება თითქოს აი გული მისკდება თელი სისხლი მეშვება ორგანიზმში იმდენად მაშინებს იმ ღამის ხმაურია ეს ეს რო არის რომ გამოვიდა და რა ვსხედავ აქ ეზოშიც სპეცრაზმია ზემოთ სპეცრაზმია და იმ წუთას დავაპირე მაღლა ასლა და იქ ზამთარი ხო იყო ხო იქ დამაკავეს და იმ კიბეებზე დამაგდეს და მაინც რო ავიხედე ნატაც მუხლებზე ყავდათ
მომიწია ერთი საცვლებიანად ერთი 10 წუთი იმ კიბეზე იმ ყინვაში ყოფნა, მერე შემიყვანეს ბორკილები დამადეს და დედაჩემის სპალნაში შემიყვანეს, იქ დამაგდეს და იქ ვყავდი 11-9 საათამდე, სანამ კარგად არ გათენდებოდა. რო ამიყვანეს, რო შევედი სისხლი დავინახე. იქვე ყურთასასმენები იყო სისხლში, ტელეფონიც, ლოგინიც, მაგრამ მე არ ვიცი რატომ გამომრჩა მაშინ ასე რომ რატომ ივეცი ამდენი ჩემი მოტყუების უფლება კლავუში დაჭრილს ამდენი სისხლი საიდან იქნებოდა. არის სპეცოპერაცია, აი თემირლანთან შემოვედით, ხელყუმბარა უნდა ამოექმედა და ჩვენ დაუჭერით კლავუში. მაგრამ მე ვეუბნები, რას ქვია ხელყუმბარა? მე ხო ვიცი ჩემ სახლში რა არის, მე ხო ვიცი ეს ბაუში ვინ არის, ეს ხო ყველაფერი ვიცი. მარცხნივ გავიხედე, მართლაც ხელყუმბარა დავინახე იმ წუთას იმაზე მივაქციე ყურადღება, ხელყუმბარა თუ ხელში ეჭირა ეს ყველაფერი დასისხლიან, მაგრამ ხელყუმბარას ერთი წვეთი სისხლი არ ემჩნეოდა, არც ჰქონდა ხელყუმბარას. კი დამარწმუნეს რომ კლავუში იყო დაჭრილი, მაგრამ შიგნით გული რაღაცნაირად გულმა იფეთქა. ალბათ იგრძნო. მერე დამირეკეს თელავიდან რომ თემირლანი თელავის საავადმყოფოში არისო. თელავში იმ წუთას ჩავედი, ამიყვანეს თემირლანთან და რას ხედავ შუბში არის გაფრეთილი. მეორე საოცრება კი იქ ხდებოდა. როცა იცი რომ 1% კი არა, -100-იც არ არის მაგის შანსი რომ თემირლანი გადარჩეს, მაგრამ აი ვფიქრობდი მაგას თემირლანი მაგ ტყვიას გაუძლებდა. აი სულ ამას ვფიქრობდი. თემირლანი ამ ტყვიას გაუძლებდა. ვიცოდი რომ იმ წამს მოკლულია, მაგრამ მაინც ასე ვიყავი და ალბათ ღმერთმა ასე შექმნა ეს კაცობრიობა, ხო? იმ დღის მერე ცხოვრება დაინგრა, ცხოვრება არ არის, მორჩა. Allahumma salli ala აქ ერთი ვაჟი ყავს. ის შენი იმ შტოს გამგზელებელია, ის მან უნდა შექმნას შენს მერე. აქ ჩვენთან ზეციდად არ მოჰყავთ. აქ ქალი კაცის ადგილს ვერ დაიკავებს. მე არ მყავს. ჩემი კულტურის, ჩემი ტრადიციის, ჩემი პირადი გამაგრძელებელი. აი ეს გამიკეთა მე ქართულმა ოცნებამ, ხელისუფლებამ. მათ მოკლეს თემირლანი და მოკლა ოჯახი. ერთი ოჯახი. მე ვფიქრობდი, მე თვითონ ძლიერი კაცი ვარ მეთქი. მე ამაში ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ მე სუსტი ყოფილვარ. მე სუსტი ყოფილვარ. ძალიან სუსტი. თომალგიდა შევაჩერეთ ინტერვიუ, როცა რომ ვიწევთ. არა, ეს გამაფრთხილებელი ამის მერე 1.5 საათი დრო გვაქვს. იცით, ეს თემირლანის მკვლელობა ისეთი საქმე იყო, მაშინვე მიხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომ ისინი არა იმ მისამართზე მოხვდნენ და ისინი მიხვდნენ, რომ მართლა ეს კაცი პრობლემას გაგვიჩენდა და პირველი მათ რაც გააკეთეს, პირველი იყო ჩემს გვარში მუშაობა მაჩალიკაშვილებში. შემდგომ დაიწყეს თელს ხეობაში, ასე ვთქვათ,
დაკითხვები, დაძახებები, დარეკვები, დაშინება, რაღაცების შეთავაზება, აი თელი ეს ბუკეტი შექმნეს და ძალიან ისეთი მასშტაბური მუშაობა დაიწყეს ქისტებზე. რომ არ ყოფილიყო მხარდაჭერა. სამწუხაროდ ამას მიაღწიეს კიდეც. ის კი არა მე მათ მითხრეს, პირადად მე მითხრეს, შენს კარზე დამკაკუნებელ ქისს არ დაგიტოვებთო. და წლები მართლა გადიოდა, რომ მენატრებოდა კარზე კაკუნი. პარლამენტის წინ ყოფნის პერიოდი იქიდან იწყება, როგორც კი პირველი დაძახება, სარალიძის პირველი დაძახება მე იქ აღმოუშვდი. შემდეგ ისე მოხდა, სარალიძეს საქმე ასეთი ისე ვიღაცები დაიჭირეს, სარალიძე წავიდა, მე დაურჩი გავაგრძელე. 3 ზამთარი მომიწია პარლამენტის წინ ყოფნა კარვებში, 3 ზამთარი. მართლა დღეს რო ვფიქრობ, ახლა რო განმეორდეს ეს ამბავი, მართლა ვერ შევიძლებდი მაგას რა. ორჯერ თუ სამჯერ დამიშალეს კარვები, სამჯერვე ისევ რაღაც პერიოდი შუალედი დაიჭირა, ისევ გავანახლე. ის კი არა რამადანის თვეც მომიწია იქ ყოფნა. არც არიან ახალგაზრდები არ არიან და აბას საერთოდ შეგვდება არ არიან ფაქტიურად. შიშმაც გაღიზნა, გაჭირვებამ გაღიზნა. თაიგნარის ამბავმა ისე გამოიწვია აქ ვითარება ამ ხეობაში ყველას ქვეყნიდან წასვლა მოუნდა. ყველას ქვეყნიდან მის მერე ძალიან ბევრი წავიდა. აქ ახალგაზრდობა ახლა ძალიან ცოტა არის დარჩენილი. აქ ვერ ხედავენ თავს. აქ პერსპექტივას ვერ ხედავენ, თავს ვერ ხედავენ. ამიტომაც ახლა მთელი ეს ამბავი ამის გამოც არ იქნება, ახლა მთელი საქართველოს არის გადინება და გადიან, მაგრამ ვახაზია. აი თქვათ წავედი დავამთავრე უნივერსიტეტი. მივიღე განათლება. რაში მჭირდება? სად გამოვიყენო? რას ქვია სად უნდა გამოიყენო? აქ გამოიყენებ, აქ გაუკეთებ შენ თავს რეალიზაციას. არა, ეს როდის ყოფილა ქის თანამდებობაზე ხო არ ნიშნავენ. რაში მჭირდება? თუნდაც პატარა თანამდებობა, ახლა რამოდენიმე ადამიანი სოფელში რაც ჭირდება, იქ თავკაცი და საკრებულოში დაგსვამენ, მაგრამ ამბიციები, თავისებური ამბიციები ყველას აქვს. ის ქისტი იქნება თუ ქართველი იქნება, ამბიციები აქვს ყველას, ხო? უამბიციოდ ის კაცი ცოტა ვერც იქნება, ხო? თუ ნასწავლი ხარ და თუ განათლება, ესე იგი ამისთვის სწავლობ. ის ამბიციაც გქონდეს და ამიტომაც აი სწავლის კუთხით ამ კუთხით იქ ვერ ხედავენ თავიანთ თავს, სადაც უნდა დაინახონ, როგორც სხვა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა. რაც საქართველოს მასშტაბით ყველგან ძირითადი საკითხები, რაც აწუხებს, ის არის აქაც ხეობაშიც. უბრალოდ ერთი მაგალითი ავიღოთ, 5-4 წელია დუის საშუალო სკოლა დაანგრიეს. მაგ სკოლას აქვს თავისი ტერიტორია, სადაც შეიძლებოდა ახალი სკოლის აშენება და შემდგომში იმ სკოლის დანგრევა. რატომღაც ამათ დაანგრიეს ეს სკოლა და ხეობას დაპირდნენ, რომ სოფელს დაპირდნენ, აი მომავალ წელს ააშენებდა, როგორც გაერკვა ტენდერის ფული შეიჭამა, ეს სკოლა არ აშენდა. უკვე 4 წელია. აქედან ბავშვები გადაყავთ მეორე სოფელში, არის სოფელი წინუბანი. სადაც ზამთარში ისეთი გზა არის, შესაძლებელია ჩამოიხერგოს, კლე ჩამოიშალოს, ან გადავარდეს, ისეთი გზა არის, მაინც იქ უწევთ ამ სოფლიდან სიარული, იმ 500 ბავშვს, მაგრამ ყველაზე მთავარი აქ რა არის? წინუბანის სკოლა იყო 90 ბავშვის გათვლილი სკოლა, პატარა სკოლა. თვითონ წინუბანის პატარა სოფელია. პლუს ის 90 ბავშვი და აქედან 500-მდე ბავშვი იმ სკოლაში უწევთ პროგრამის სწავლების გავლა. ხალხი კიდე როგორც დღეს თელ საქართველოს მასშტაბით არის გაჩუმებული, ისე გაჩუმებული არის აქაც.
მე ეს აკვანილ ყავთ ეს შოფრები, მარშრუტკები, რაღაცები მაგათ უხდიან თითოს 3000 ლარებს, ისიც თავიანთები არის ყველა შოფერი და ყველა მძღოლი. იმათაც კარგად არიან, კარგად გზნობენ თავს, თვეში 3000 ლარს იღებენ, სოფელში არიან თავიანთ სოფელში. კარგი შემოსავალია. მათ სანათესა უყავთ, მათ ის ყავთ და არიან ეს ხალხი ჩუმა და არიან. ხმას არავინ არ იღებს. სკოლა არ შენდება. ჯერ დაიწყეს გარეჯი გაგვიყიდესო. აქ რამდენად მოძლიერდნენ. შემდგომ დაიწყეს ევროპა გარყვნილია, კაცებზე გაგვითხოვებენ და ეს ამბავი. რას ქვია, ნახევარი საქართველოს ევროპაშია ლუკმა პურის საშუალებლად წასული. ნახევარზე მეტი საქართველოს ევროპაშია. ესე იგი, ყველა კაცი გათხოვილა და ყველა კაცი გაგვიფუჭეს. ამას იძახიან თვითონ კიდე ბავშვებიც იქ სწავლებენ, შვილებიც იქ სწავლობენ. ჭამას იქიდან ჩამოაქვთ, ყველაფერს იქ ამზადებენ, იქ ულაობენ და აქ ჩვენ გვიგრძალავენ ევროპას, ვითომ გარყვნილი ევროპა. გარყვნილი არალი, გარყვნილები ჩვენ ვართ, ამას რო ვიჯერებთ. ევროპა, ევროკავშირი ის ადგილია, სადაც შეგიძლია შენი თავის რეალიზაციის გაკეთება, სადაც შეგიძლია დოულათის შექმნა, სადაც შეგიძლია იყო პერსპექტიული, სადაც შეგიძლია თუნდაც ავიღოთ ნებისმიერი ჩვენი სპორტსმენი. სად შექმნა მაგან თავისთავი? აი სად შექმნა იმის გააზრებით ტვინი და თავი ამათ რატო არა აქვს გაოცებული? ყველამ ევროპაში შექმნა თავისთავი, ხო? ყველამ ევროპაში. საქართველოს დაარსების დღიდან ევროპაა. ის ვინც იბრძვის, ის ტროტუარზეც იბრძოლებს, სახლში იქნება, სახლში იბრძოლებს, ტროლეიბუსის, მეტროშიც იბრძოლებს. ამით პროტესტს ვერ მოკლავენ, რახან ტროტუარზე დგომაც შეგიზღუდეს და ისიც დიდი პრობლემა გახდა მათთვის, ამით ვერაფერს ვერ მიაწევენ, ეს გამორიცხულია. სინდის პატიმრებს ჯერ პირველ რიგში ვეტყოდი, ისინი არიან მათი წინაპრების გაცოცხლება, გაღვიძება. არც ფიქრობენ უკან დახევას. ისინი არიან კაცები, ისინი არიან მებრძოლეები. რაც მზია ამაღლობელმა გააკეთა, ეგ კიდე მართლა ქართული დედის და დიაცის ქცევა იყო. შენ დაიმსახურე დაგარტყა, მაგრამ შენ სად გარიბე ხარ კაცის სასამართლოში. ლოკა ამაწითლა, ტკივილი ვიგრძენი, ვაი საწოდდავო. ეს არის ქართველი? ეს არის საქართველო. ეს საქართველო არ მინდა ნამდვილად. ასეთი კაცები საქართველო არ მინდა. ქალმა სილა გააწნა და სასამართლოში გარბიხარ. ამის გაწნის სილით ლოკა მეტკინა, ყური ამიწითლდა. აი ეს საქართველო ნამდვილად არ მინდა. ვისურვებ მეორე ქართველი არ გაჩნდეს საერთოდ. არც ერთმა დედამ არ იშვას მეორე დგებუაზე. ეგ ქართველის სირცხველი. ეს გამწარება მათი ასე დაჩაგვრა არავის არ ეპატიება. აფეთქდება ისეთ პროტესტს მიიღებენ და ისეთ მასშტაბურ აქციებს მიიღებენ მტრისას. დაიცადონ ჯერ. ის ადამიანები დაიშჩებიან. აი მაგას მაინც იტყვი, რომ აი ხომ მოუგე ამათ ეს ბრძოლა. და შეგიძლია მშვიდად წახვიდე ამ ქვეყნიდან. თუნდაც შენ შვილთან, თუნდაც ჯოჯოხეთი ყოფილა. اللهم صل على محمد وعلى ბრუნდებით ღია სივრცეში, რა ხდება სამართალდამცავ სისტემაში და რა ხდება თბილისის ქუჩებში. 2 დღის წინ სასამართლოს ეზოში წარმოუდგენელი სანახაობის მომსწრე გავხდით. ერთი კრიმინალის მხარდამჭერმა ჯგუფმა მეორე კრიმინალის ხალხის წინააღმდეგ მასობრივი წინააღმდეგობა მოაწყო. პოლიცია
ამ ვაქხანალიაში ძალიან უმწეოდ გამოიყურებოდა. არადა როდესაც თავყრილობის მიზეზი პოლიტიკურია და შეკრება აბსოლუტურად მშვიდობიანი, ძალოვნები არაადეკვატური ძალით გამოჰყავთ და ხელისუფლება აბსოლუტური კონტროლის დამყარებას ცდილობს. რა სტანდარტია ეს? თავაშვებული კრიმინალის ქვეყანაში, სადაც პირველი პირები, რომლებსაც დამნაშავეები უნდა გამოევლინათ, თავად გამოცხადდნენ ბოროტმოქმედებად და ან ზებნაში არიან, ან საერთოდ ციხეში. უფლებადამცველი იურისტი ტატო ქელბაქიანი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე არიან დღეს ჩვენი სტუმრები. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის. გიორგი, დავიწყოთ ძალიან მარტივი თითქოს ერთი შეხედვით კითხვით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად რა სიტუაციას ვაკვირდებით ახლა და აი ესეთი მომეტებული კრიმინალური მდგომარეობა, რისი ნიშანი შეიძლება იყოს საზოგადოებისთვის? როცა კანონი კანონობს, იქ ბუნებრივია კანონს უნდა ყავდეს კარგი აღმასრულებელი. პოლიცია იმიტომ გვინდა იმისთვის ვიხდით მის ხელფას, იმისთვის ვიხდით ყველაფერ ამას, რომ მან წესრიგი უზრუნველყოს. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან წესრიგი წლებია გაგებულია, რომ არის რაღაცა პოლიტიკური ხელისუფლის დაცვა, მისგან დაცვა, ფიზიკურ დაცვას გულისხმობ და არა ხალხის მხარდაჭერა, ხალხის დაცვა კრიმინალისგან. ეს რა თქმა უნდა არ ეხება ყველა ყოფით საკითხს, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან დიდი გადაცემა ხდება ზოგჯერ ძალაუფლების, მასთან მოლაპარაკების ხდება კრიმინალურ ჯგუფებთან. თქვენ ჩემი ყოფილი სამსახური ახსენეთ სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობდით იმაზე, რომ მაგალითად აი ციხე, რომელიც არის საშუალება იმის, რომ კრიმინალი მოათავსო იქ. ციხის პოპულაციის ნახევარი არის დაახლოებით ნახევრად ღია ციხეებში მოთავსებული. და ამ ციხეებში სამწუხაროდ ხედავთ იმას, რომ მართლობა გადაცემული აქვს კრიმინალურ სუბკულტურას. რამდენიმე დღის წინ თქვენ ახსოვს საუბრობდი წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა ანგარიში გამოაქვეყნა. სადაც მე კი არა, სახალხო დამცველი კი არა, ქართველები კი არა, სოფლიოში ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე მონიტორინგის ორგანო ამბობდა იმას, რომ ციხის ამ ნახევრად ღია ციხეებს მართვაში გავლენიანი პატიმრები არიან ჩართული. დაახლოებით 1500-იან ადამიანიან ციხეს ყავს 60-მდე მორიგე თანამშრომელი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი. ალბათ ყველა ხვდებით, ხო, ამას არც იურისტობა, არც რაღაცა საპოლიციო ძალების ექსპერტობა ჭირდება, რომ ეს არაადეკვატური რაოდენობაა ციხის სამართავად. აქ ხდება სწორედ გარკვეული კრიმინალის და საპოლიციო და სამართალდამცავი სტრუქტურების ერთმანეთთან შეზრდა და აქედან ვიღებთ სწორედ ამ სიტუაციას, როცა რეალურად პოლიციას აღარ აქვს, ესე ვთქვათ, ის ძირითადი არსი. და როცა ესეთი კავშირი არსებობს, მაგალითად თუ იმ ჯგუფისთვის, იმ კრიმინალებისთვის მნიშვნელოვანი პირის გადარჩენა ასაჭირო, იქ რა თქმა უნდა ეს არაფორმალური გარიგებები შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ვნახე, აი მაგალითად ძალიან კარგი კითხვა ისმის იმასთან დაკავშირებით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთების პასუხისმგებაში მიცემა რატო არ მოხდა ამ რამდენი 5 წლის განმავლობაში. რაც ჩვენ ინფორმაცია ვნახე და კადრები გავრცელდა, ის არ არის გუშინ ამოღებული. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებია, რაც ყველა ვიცით, რომ მაქსიმუმ ერთი თვე ვინმე შეინახოს, ხო? კითხვა ისმის, აქამდე რატო არ ხდებოდა ეს? რატო არავინ არ გამოიწია თუ ესე იყო? პასუხისმგებაში რატო არ მიცა პირები? ხომ არ იყო რაღაც ფარველობა ასე შემდეგ. სავსებით ლეგიტიმური კითხვაა და ერთი ახსნა განმარტება არ მომისმენია მე პროკურატურისგან, ან სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებისგან, ან მათი ესე ვთქვათ პოლიტიკური ხელისუფლების გაგრძელებისგან. ამიტომ არის აქ ყველაზე რთული. ესე ზაღლის თავი დამარხული, როცა კანონი გაქვს ქვეყანაში და როცა განცდა რომ გაქვს სამართლებრივი სახელმწიფო, იქ პოლიციაც უნდა ყავდეს, რომელიც ამ კანონს აღასრულებს. მაგრამ სწორი თქვი თქვენ მარტო დიდი გული მათ აქვთ, მაშინ როცა ხედავენ მშვიდობიან მანიფესტანტს. იმიტომ რომ იციან მშვიდობიანია, ხელს არ შეუბრუნებს, მაგრამ როცა ხედავთ რომ დიდი მასშტაბური ქმედება, იქ უკვე ისინი ისეთი სამართალდამცავები აღარ არიან, როგორიც უნდა იყვნენ სამწუხაროდ. თუმცა პროფესიული ღირსების საკითხი, რომელიც ნებისმიერ, თქვათ ესეთი მუნდირის საკითხია, როდესაც შენ ხარ პოლიციელი და შენი ნდობა აქვს საზოგადოებას. ჩვენ ამ წუთას ვაკვირდებით ისეთ ფაქტებს, რომ მე გამიგია კიდევაც, თქვათ მოქალაქეებისგან და ჩემი თავიც დამიჭერია დატო სხვათა შორის ამაში, რომ რაღაც მომენტში, როცა შეიძლება იყოს საჭირო პოლიციელის მოხმობა დასახმარებლად, შეიძლება ადამიანმა თავიც კი შეიკავოს, იმიტომ რომ აი ეს ნდობის ფაქტორი ძალიან დარღვეული, ეს მეჩვენება თუ ნამდვილად არის. და რამ გამოიწვია ეს, აი რას ვაკვირდებით, რა პროცესებს? ახლა ნდობის ფაქტორზე საერთოდ უკვე საუბარი ზედმეტია. ახლა ჩვენ ვახსენეთ წამებს ნამდვილად ევროპული კომიტეტის ანგარიში და
ზუსტად ერთ-ერთი წამყვანი საკითხი, რასაც ეს კომიტეტი შეეხო, იყო 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მოქალაქეების დარბევა, ცემა, წამება და რომლის ორგანიზატორი მონაწილე იყო ეს პოლიცია. ჩვენ ესეთი ტიპის სისტემურ წამებასთან დაკავშირებით ანგარიში ჩაეწერა ამ კომიტეტს მე ნაკლებად ფაქტობრივად ესეთი იყო შეიძლება ერთ-ერთ შემთხვევებში ხომ ყოფილიყო საუბარი, მაგრამ აქ პირდაპირ აქ მითითებული რომ ეს იყო რაღაც ის ქცევის პატერნები, ანუ თვითონ როგორ იქცეოდა სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა პოლიციელი იყო ერთგვაროვანი, რაც მიუთითებს, რომ ეს იყო ორგანიზებული პროცესი, სადაც მაგალითად ზოგიერთ პირდაპირ იყო თავის არეში დარტყმების, სახის არეში დარტყმები, წამება, მაგალითად როცა ეფექტურ კონტროლს არის დაქვემდებარებული მაშინაც წამება და აი ამ ყველაფერს მონაწილე იყო თვითონ პოლიციის ფორმაში და ზოგ შემთხვევაში პოლიციის ფორმაშიც არ იყო, ანუ არ ვიცით ვინ იყო ადამიანები გადაცმული და უამრავი კადრი არსებობს, როდესაც პოლიცია დგას და ადამიანებზე ძალადობენ და მიდიან პოლიციას ეუბნებიან და აქვეა საპატრულო პოლიცია სახეებიც არის ადამიანებს თუნდაც გურამ რო გავაზეთავდა თუნდაც და არანაირ რეაგირებას არ ახდენენ რანაირ ნდობა უნდა გქონდეს ამ პოლიციის მიმართ რომელიც ერთადერთი იმით არის დაკავებული რომ ამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს დიოს ეხლა მაგალითად ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ეს ყოველ დღე ვიკრიბებით რუსთაველზე და ყოველ დღე ჩვენთან ერთად დგას თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი და მისი თელი ხელმძღვანელობა იქ დგანან. აი რა უნდათ ხა იქ უბრალოდ მაინტერესებს ყოველ დღე იქ რო არიან. ეხა ქუთაისში ვიყავი რაღაცა აქტივისტებთან შეხვედრაზე, იქ მივიდა, იქ იმერეთის პოლიციის უფროსი იყო, ანუ იმხელა ფოთვა და შიში აქვს და მთელი ორიენტაცია გადასული იმაზე, რომ აი ეს ხალხი ვინ მშვიდობიან გამოხატავს პროტესტს, რომ ესენი ოღონდ იქ არ იყვნენ, რომ რაღაცა სიტუაციის ნორმალიზება მოახდინონ. აქეთა მხარეს არის გადართული და ამ კრიმინალთან დაკავშირებით ფაქტობრივად არის მოშლის სისტემა, იმიტომ რომ ამ სისტემამ და ამ რეჟიმმა ხშირ შემთხვევაში გამოიყენა და იყენებდა ამ კრიმინალურ დაჯგუფებებს თვითონ როცა მას ჭირდებოდა განსაკუთრებით საარჩევნო და წინა საარჩევნო პროცესში და ასე შემდეგ და ეგ ძალიან ცნობილი სქემებია და უკვე რაღაცა ეხლა ესაც ჩვენ ეხლა თვალყურს ვადევნებთ არის შიდა ძალაუფლების გადანაწილება, შიდა წინააღმდეგობები ამ დაჯგუფებებს შორის, შიდა გარჩევები, რომლის მონაწილეც ეხლა თვითონ ეხლა უწევს ამის რაღაცა დალაგება. აქედან გამომდინარე, ეს არის თავიდან ბოლომდე ტოტალურად კრიმინალური სისტემა და სადაც უკვე რაღაცა შიდა მექანიზმები მოერყათ და უკვე ის ნახეთ ეხლა რაც იყო ხო სასამართლოში ერთმანეთს დაერიან რა. ეგეთი შემთხვევები, როდესაც ეს იმდან შერწყმულია ხო ეს პოლიცია, ფაქტობრივად პოლიცია არის აი უფლებოთაც დატოვებული ზოგიერთ შემთხვევაში, აი საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომელსაც უბრალოდ აი ესეთი ვერტიკალია და ეუნებიან, როდის ანუ პოლიციას ფაქტობრივად ეუნებიან, როდის უნდა მოახდინოს რეაგირება, როდის არა, ის კი არა რაც ევალება. იმიტომ რომ იმან გადასარევად ის იმ შემთხვევაში როცა უყურებს დანაშაულს უნდა ჩაერიოს, მაგრამ ისე გამოშიგნეს ეს სისტემა, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, თუ არ შეუთანხმებს, უფრო შეიძლება თუ არა ვიღაცის კონკრეტულ შემთხვევაში რაღაცა დაკავება და ასე შემდეგ რა. თუ არა სპონტანურად წარმოშობილი თქვა და ამ ტიპის ანუ ეს ხშირად არის, რომ ფაქტობრივად ეხა ანუ განსაკუთრებით არის შერჩევით დამოკიდებულება პირდაპირ რომ საპროტესტო მონაწილეებთან ჩვენ სულ ვიზახთ იქ რომ დგავართ და ჩვენთვის იქ სხვა კანონებია. ანუ ტროტუარზე დაძდევენ ხალხს, რომ გაივლი ტროტუარზე მანქანები ეყენია. ვერ გაივლი. და აი ხალხი რო ტროტუარზე მოძრაობს, ამასთან დაკავშირებით აქვს ცდილობენ ამ ხალხის დევნას და ნუ აბსურდული რაღაცა ანტიკონსტიტუციური კანონებით ადამიანები შევიწროებას და ამიტომ ეს არის ერთიანი რაღაცა სისტემა, რომელიც არის თავიდან ბოლომდე კრიმინალური, არის არანაირი ინსტიტუციური წესრიგი აქ არ არსებობს, არის რაღაც ერთი ვერტიკალი, ადამიანი, დაჯგუფებები, ინსტიტუციური პოზიციების არ გამოხატავს იმ, ანუ ის შეიძლება აქ ის დაუშვათ პარლამენტის თავმჯდომარე ქვია თუ რაღაც თანამდებობა ქვევს, სინამდვილეში გადაწყვეტილების მიღება კიდე სხვა არის. ამიტომაც არის რომ ფაქტორი დავალების სხვა მხრიდან მოდის და ეს ადამიანები არიან ერთი ადამიანის ნებიდან წამოსულიყო აღსრულებლები და მე ამ კანონმდებლობის და სისტემის მორგება ხდება ამაზე. რომ რაღაცნაირად მე იმის სურვილები და გადაწყვეტილებები როგორ შეფუთონ თავიანთი ჭკვით სამართლებრივად და იღებენ ყოველდღიურად ამ ანტიკონსტიტუციურ და საერთოდ რა ვიცი, ყოველგვარ ზღვარს ჩარჩოდან გასულ ამ კანონს. თუნდაც აღიარების თემაზე რომ. კიდე აღიარების თემაზე ყოველდღიურად ეხა ეს ფანტაზია და ეს თუ ესე თქვა დააბეწინამდე არისო, ნუ ფაქტობრივად ნებისმიერი ტიპის გამოხატვის თავისუფლების მაგათ უნდა თუ საერთოდ არ ილაპარაკო. ანუ მთელი ამოცანა რა არის, პროტესტი იქ არ იყოს, ღიად არაფერი არის საუბრო, უბრალოდ არის საუბრო არაფერი და იჯდა შენთვის სამზარეულოში და დამთავრდა და ბოლოს იქაც მოგაკითხავს, იმიტომ რომ იქაც ანუ ესეთი ტიპის რეჟიმები ყველა პირად ცხოვრებაში შემოყოფს ხვის და ყველას კონტროლს დაეწევს. ეხლა ამის მაგალითები ხო გვაქვს, ეხლა რამე ახალი ხო არ არის რაც ხდება. ამიტომ აი ზუსტად აი ამ პროცესში ვარ და ამიტომაა გადამწყვეტი მნიშვნელობა აი ამ წინააღმდეგობას, რაც არსებობს უკვე უწყვეტი. და ეს იქნება ყოველდღიური შაბათის მარშები თუ სხვა ტიპის აქცია პერფორმანსები და ამას დამატებული უკვე სხვა
ტიპით რაღაცნაირად კიდე გაგრძელება ამ წინააღმდეგობის სოციალურ მედია კონტენტის შექმნა იგეთქნება თუ ამას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა რომ ეს სისტემა კიდე და კიდე უფრო არ გაიდგას ეს ფესვები და ყველას არ მოედოს და არ მივცეთ საშუალება აი ამ ავტორიტარული აბა თუნდაც ამ სისტემის ნორმალიზება და ამ ავტორიტარული და პირდაპირ დიქტატორულ რეჟიმში გადაყვანა რომ ის თავისუფლების კუნძულებიც აქვე რაღაცნაირად მოასუფთავონ მაგრამ ამის საშუალებას დარწმუნებული ვარ რომ არ მივცემთ გიორგი, აუცილებლად უნდა დაუბრუნდე პირველი ბლოკის სტუმრის შემდეგ ვართ საოცარი შთაბეჭდილების და ძალიან მძიმე შთაბეჭდილების ქვეშ, იმიტომ რომ მოусმინო დედას, რომელიც სამართლეს ეძებს და ვერ პოულობს ამაზე მძიმე, მე უბრალოდ ვერაფერი ვერ წარმომიდგენია. გამოუძიებელი საქმეები და რას ნიშნავს? რამდენად აცნობიერებს სახელმწიფო, რომ ეს შეიძლება ზუსტადაც მისი დასასრულის დასაწყისი იყოს მით უმეტეს დაგროვილი და მით უმეტეს იმ რაოდენობით, რაც ახლა ამ წუთას დევს და პირდაპირ ითხოვს სიმართლის დადგენას და აღდგენას ამ ადამიანებისთვის. რამდენად შეიძლება აცნობიერებდეს სახელმწიფო, რომ ამის გარეშე საზოგადოება უბრალოდ ვერ დამშვიდდება, ვერ ასწოდეს დედა, რომელსაც შვილი მოუკლეს და მან არ იცის, რატომ რისი გულისთვის მოხდა ეს ყველაფერი. სწორედ ძალიან ბევრი მაგალითი გქონია ჩვენ როცა ამას დიდი მღელვარებას გამოუწევია საქართველოში და ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო 2019 წელს როცა დათუნა სარალიძე იქნა მოკლული და შემდგომ საპარლამენტო კომისიაც კი შეიქმნა იმის შესასწავლად რამდენად ეფექტურად წარიმართა ეს ყველაფერი. ამ საპარლამენტო კომისიამ საკმაოდ დიდი და მსუყე დოკუმენტი შეიმუშავა, სადაც აღწერა ის პრობლემები, რაც გამოძიების კუთხით არსებობს. პარლამენტმა რეზოლუციითაც ყველაფერი არ გაიზიარა. არათუ რამე შესრულდა იქიდან. იქ უამრავი ხარვეზი გამოვლინდა, მაგალითად, რამდენად სწრაფი იყო რეაგირება, რამდენად ჯეროვანი იყო, ვიღაცები გახსოვთ, ხელის დაფარება ხდებოდა იქ და ვიღაცის გამოძიება, ვიღაცის დიდი იდენტიფიცირება არ ხდებოდა. ეს ყველაფერი სადმე კი არ შეცვლილა. იმის მერე რამე დიდი რეფორმა მოხდა, იმის მერე რამე კანონები შეცვალეს, რომელთაც ეს აღარ იქნებოდა შესაძლებელი, იმის მერე რამე დამოუკიდებელი ინსტიტუტები შექმნეს, რომელიც მუშაობს? არა, პირიქით. რაც კი დამოუკიდებელი იყო, პოლიციის საკონტროლებელი, ისიც გაუქმდა, პროკურატურა ფორმალურად მათ ქვიათ, რომ დამოუკიდებელი უწყებაა, მაგრამ სამწუხაროდ ყველანაირი მტკიცებულება გვაქვს იმის, რომ პირიქით მათი პოლიტიკური კუთვნილება, მათი საჯარო განცხადებებითაც კი ძალიან კარგად ჩანს ხოლმე და პოლიტიკური გავლენები, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ შეცდომებზე სწავლა არ მომხდარა, რაც ვნახეთ დათუნა სარალიძის გარდაცვალების შემდგომ შესწავლილი კომისიის ფარგლებში მიმდინარე საკითხები რაც იყო, არაფერი არ შეცვლილა იმიდან გამომდინარე. ამათ თითქოს ჩაიარა ყველაფერმა და ამაზე რაღაცა დიდი პასუხიც არავის არ დაკისრებია ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის სამწუხარო რეალობა. ეს არის შეცდომა, რომელზეც საქართველოს სახელმწიფო ვერ ისწავლა. იმის მაგივრად, რომ პოლიციელები საქმეს აკეთებდნენ, დატომ ძალიან კარგად დაახასიათა ეს ხალხი დარბის მანიფესტანტების მიმართ დადიან წერენ ათასობით ჯარიმებს, ზიან და უყურებენ რაღაც ასე ვთქვათ ათასობით ვიდეო ჩანაწერებს, რომ მე ადამიანები დააჯარიმონ, მიდიან 5-6 შარშან დადიოდნენ მთელი ღამის საათები და ღამი აბარებდნენ ადამიანებს ჯარიმებს, რომ ეს ტერორის განცდა შეექმნათ. დადიან სასამართლოებზე ცრუჩვენების მისაცემად, სხვადასხვა არაპოლიციური ფუნქციების შესასრულებლად და საბოლოო ჯამში რეალურად დრო აღარ არის იმის, რომ ნამდვილ დანაშაულს ებრძოლო. რაღაცა გამოგონილი დამნაშავეები არიან, ვართ, ვინც ამ შემთხვევაში არ არიან, ასე ვთქვათ, ვინც რაღაც სიმართლისთვის იბრძვის, რაღაცა ადამიანების კეთილდღეობისთვის იბრძვის, ამ ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა მიმდინარეობს აქტიურად, გამოგონილი მტერია მათი მხრიდან შექმნილი და მაშინ როცა საშიში დამნაშავეები, მართალი დამნაშავეები სამწუხაროდ რჩებიან გარე და ამისთვის დრო არ რჩება. და რაზეც დრო რჩებათ კი, იქაც კი ამ დიდი შეზრდილი, რაც წინა კითხვის პასუხად გიპასუხეთ, ამ დიდი შეთანხმებების და სხვადასხვა კრიმინალთა გარიგებების გამო სამწუხაროდ რაღაცებზე თვალის დახუჭვა უწევთ და ამას რიგითი პოლიციელები ისე იღებენ, როგორც ჩვეულებრივ მოცემულობად, რაღა იმათი უფროსები ამას ესე გადაწყვეტენ.
ისევ გამოძიებას რომ დაუბრუნდეთ, ახლა ძალიან სხვადასხვაგვარია ამ გამოძიებების შედეგად ვერ დამდგარი, ვთქვათ, რეზულტატები, ხო? იგივე მალხაზ მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, თემილანის შემთხვევაში ეს იყო სისტემური დანაშაული, იგივე ვთქვათ, მაღალჩინოსნის ახლობელი უნდა რაღაცნაირად დაეფარათ და ეს იყო ზარალიძის შემთხვევაში, იყო ასევე ბაჩალიაშვილის შემთხვევა, სადაც სრულიად ნათელი იყო, რომ იქ ძალიან დიდი ინტერესი იყო აი ამ კამერების რაღაცა საშინელი სინდიკატის ინტერესი ფიგურირებდა და ძალიან განსხვავებული იყო ანის შემთხვევა, რომელიც ჩვენ წინა ბლოგში განვიხილეთ და დედასთან საუბრის შემდეგაც დადასტურდა ჩვენი თქვათ საერთო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ აქ უფრო არაპროფესიონალისთან, გულგრილობასთან და რაღაცა ტიპი, აი სხვა ტიპის შემთხვევაა ნამდვილად. და რა ერთიანებს ამას მაინც ყველაფერს? აი სისტემური მოშლა რა არის ხო? რომ იმუშაოს ნებისმიერმა ინსტიტუციამ სულ მინიმუმ არსებობდეს კონტროლის და რაღაც პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების რაღაცა სისტემა, ხო? აი ანუ იმიტომაც არის ხო? ახლა საპარლამენტო რესპუბლიკის ფარგლებში ხო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელია პარლამენტთან, პარლამენტი ახორციელებს კონტროლს და ასე შემდეგ. როდესაც ეს ტოტალური სისტემა აბსოლუტურად მოშლილი, არანაირი ანგარიშვალდებულება არ არსებობს, არანაირი ინსტიტუციური წესრიგი არ არსებობს, რაღაცა პროცესები მიდის ინერციით და მხოლოდ იმ მიზნით, იმ ჩარჩოში რაც აწყობს მაგალითად მოცემულ რეჟიმს და შესაბამისად აქ ხდება ორი რამ. ერთი ის რომ ხდება შერჩევითი დამოკიდებულება და პოლიტიკური გადაწყვეტილებები და თუ საჯარო ინტერესია და პოლიტიკურად არ აწყობს, უბრალოდ იმ საქმეს არ გამოიძიებენ მარტივად რო ვთქვათ და ზოგ შემთხვევაში შეიძლება არ იკვეთებოდეს ესეთი ინტერესები, მაგრამ იმდენად მოშლილი იყოს ეს სისტემა, რომ კვალიფიკაციის პრობლემაც უკვე ყალიბ, იმიტომ რომ აი ანის შემთხვევა მoni ზუსტად ეს აქ უკვე აი ელემენტარული კონტროლის, ანგარიშვალდებულების სისტემა, კონტროლის სისტემის გარეშე, სადაც მათ შორის ახლა დღეს პარლამენტი არ არსებობს. არანაირი პარლამენტი ეს არ არის, ანუ იქ პოლიტიკური დისკუსია არ მიდის, არაფერი არ ხდება იქ. უბრალოდ ზიან ვიღაცა დაუწერს ამ კანონს, მე დააჯერენ ღილაკს და მიდიან სახლებში. არაფერი არ ხდება, იქ არ დიდი დებატები მიდის, არ დისკუსია და არც იმ კონტროლის ფუნქციას არ ასრულებს ის პარლამენტი, რაც მთავრობის მიმართ უნდა ახორციელებდეს. რატომ აი ფასების დასთან დაკავშირებით ახლა თითქოს შეიქმნა კომისია, რომელიც ძალიან საინტერესო იქნება. აქედან გამომდინარე, ეს სისტემური ხწნა ხდება მერე და კიდე ამასე პოლიციის სისტემაში აი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადინება. ანუ ეს ხალხი ღირსება აყრილია რა ფაქტობრივად ძალიან ხშირ შემთხვევაში და ბევრი ადამიანი და ვინც ახერხებს რომ გაეცალოს და გაიქცეს გარბიან რა და მე ეს ჩანაცვლებაც ვერ ხდება ახლა ნაკლებად კვალიფიციური შეიძლება შეამჩნიოს კიდევაც ადამიანებმა როგორ გაახალგაზრდოებულია სხვადასხვა სამართალდამცავ ძალიან სამართალდამცავ ორგანოებში იმიტომ რომ და უკვე შევსებასაც ვერ ახდენა და კვალიფიციური ხალხი არ აყავდა ეს უკვე იწვევს დაქვეითებას და ზოგ შემთხვევაში შეიძლება მაგალითად თუ საპროტესტო საზოგადოების მიმართ შეიძლება უბრალოდ თქვა არ გამოიძებენ და პირდაპირ უბრალოდ მიიღონ ესეთი გადაწყვეტილება, სადაც ესეთი ინტერესი არ არსებობს, უბრალოდ ადამიანი დაუცველია, იმიტომ რომ შეიძლება იმდენად კონტროლ სისტემა მოშლილი, პატარა ჯგუფმა საგამოძიებო ჯგუფის იმ გადაწყვიტოს, რომ ან თუ შეცდომა მეუა ხელი დააფაროს და ასე შემდეგ და ვერავინ ვერ გავუკონტროლებს, თუ რაღაცა ტიპის პრობლემა არ შეუქმნა პოლიტიკურად. მე ეხა რატო უნდა ჭირდებოდეს ზოგ შემთხვევაში, ხო ეხა ძალიან ეხა უსისტემობის რაც მაგალითად ვახსენეთ, რომ საპროტესტო აქციების გამართვა იმისათვის, რომ ვიღაცას ბრალი წაუყენო. ანუ ერთადერთი აქტივი რაც ადამიანებს რჩება, რომ საკუთარი ინტერესები დაიწვეს, არის ღიად ანუ საჯაროდ საუბარი ამის თაობაზე, იმიტომ რომ სხვაი დაცვითი ინსტრუმენტი ჩვენ არ გაგვაჩნია. ჩვენ შეგვიძლია საჯაროობა მთავარი და რაც უფრო ორგანიზებულად მიაწვენ ხმას, რომ მე პოლიტიკურად პრობლემა შეექმნას და მე რაღაცა მოძრაობა დაიწყოს, რომ დამატებით რომ არ გაღამავდეს ეს პრობლემა, ამაზე რაღაცა რეაგირება მოახდინოს. და ეს და ხშირ შემთხვევაში ეს ემოქმედებს ზუსტად, ოღონდ იმასაც გადაწყვეტს ახლა ესეთი რეაგირების მოხდინა პოლიტიკურად უფრო მეტი პრობლემაა თუ უფრო მეტი სარგებელი. აი ესეთ უსისტემობასთან გვაქვს საქმე და რეალურად ეს მე დინამიკაში ყველა შეეხება, ანუ ყველა არის ამის ნებისმიერ რიგითი მოქალაქე შეიძლება აი პატარა ყოფითი პრობლემა დაუდგეს და რაღაცა და უბრალოდ აი იმდენად იყოს მოშლილი სისტემა, რომ უბრალოდ სამართალი ვეღარ იპოვებს იქ, იმიტომ რომ უბრალოდ იმას არავინ არ აკონტროლებს, თვითნებობის ელემენტი შემოდის და თუ ვიღაცის საჯარო ინტერესი გამოჩნდა და ვიღაცას უნდა რაღაცის წართმევა და უკვე მაღალ დონეზე კი არ პატარა დაჯგუფება შეუძლია ადამიანის შეავიწროს რაღაცა წართვას და სამართალს იქაც ვერ იპოვებს. იმიტომ რომ ეს არის ტოტალური, ანუ ავტორიტარული ეს ავტორიტარული დიქტატურული რეჟიმები, ხო ესე რაღაც ელიტაა, რაღაც კონტროლი, რაღაც ძალაუფლების გადანაწილება და მათი მთავარი ამოცანა ის კი არის სამართლია, მთავარი ამოცანა ძალაუფლება საფრთხე არ შეექმნას და დანარჩენი როგორ არის გადანაწილებული, ხანახან თუ გაუჩნდებათ პატარა კერები, ჩააქრობენ უბრალოდ რომ გადააგორონ ეს ამბავი, რასაც ხშირად აკეთებენ ხოლმე რა.
საერთოდ რა ურთიერთობაა ჩამოყალიბებული მართლ სისტემას და თქვათ კრიმინალურ სინდიკატს შორის? ეს ძალიან თვალნათელი ამ ბოლო დროს ეს მემბეჩვენება თუ თქვენს გრჩებათ ეს სამეცნიერება. ბოლო დროინდელ ამბებსაც თუ გავითვალისწინებთ, ის რაც მოხდა და რეალურად ადამიანები უკვე ციხეში ცხედან დაახლოებით არა პირდაპირ ამ დანაშაულების გამო ეს რას ნიშნავს სახელმწიფოში? ეს არის ალბათ ეროზია და მორღვევა ძირითადი ფუნქციის. ჩვენ ვხედავთ იმას, რომ აგერ თვითონ ქართული ოცნება აღიარებს იმას, რომ ისე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც დანაშაულები ჰქონდათ ჩადენილი, ანუ სხვა სიტყვებით თვითონ იყვნენ კრიმინალები. ასევე სიხარულით გვამცნობენ ხოლმე, რომ არაერთი საჯარო მოხელე ყოლიათ კრიმინალი, არაერთი ყავთ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ალბათ დასტურია იმის, რომ ქვედარგოლები საპოლიციო სისტემის ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამის კრიმინალს ესე მარტივად ვერ მოკიდებს ხელს თუ მას სხვადასხვა ტიპის თანხმობა არ აქვს. სამწუხაროდ რასაც ჩვენ ხედავთ, რაღაცა კრიმინალური ცხოვრების მეთოდები, კრიმინალი სახელმწიფო მართლობაში იმდენად არის შეზდილი თვითონ. აქ ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რომ აი თქვენი კითხვის ფორმულირება ხო იყო თითქოს ეს რაღაცა სუფთა სახელმწიფო აპარატი, მას რაღაცა ბოროტი კრიმინალი შეეზარდა და ასე შემდეგ. არა, სამწუხაროდ კრიმინალური მართლობის მეთოდი იმდენად არის გადაბმული ამ ყველაფერთან, რომ ბუნებრივად ხდება ესე ვთქვათ ეს სისტემა ესე მუშაობს საერთოდ რა. ანუ ეს და შესაბამისად მე როცა ესე კრიმინალურად მუშაობს, იქ სხვა გარეშე კრიმინალებთან გადაკვეთა უკვე ბუნებრივი მოვლენა არის. ერთი სიტყვა მინდა გავიხსენო, call center. როგორც აღმოჩნდა, საქართველოს call center-ების თურმე დიდი ბუდე ყოფილა. ამას ოღონდ მე და თქვენ კი არ ვამბობთ, ბოლო დიდი ხანია უკვე თვითონვე აღიარებენ, რომ ქართული ოცნების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ამ ქვეყანაში კანონებს რო შეხედოთ, აი მარტო კანონები რო წაიკითხოს უცხოელმა, ნახავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის ისია აწყობილი სამწუხაროდ ეს სისტემა, რაც სუდი რა თქმა უნდა, ყველაფრის ესე ვთქვათ, ბევრი რამე იყრის იქ თავს. ამ ძალიან დიდი გავლენის მქონე ორგანოა. შესაბამისად, წარმოიდგინეთ ახლა ესეთი გავლენის მქონე ორგანოს ხელმძღვანელი, ყოფილი ხელმძღვანელი, რო call center-ებთან დაკავშირებულ საქმიანობაში იყო ჩართული, ხო? ამნერ დანაშაულებრივ სინდიკატს ხელმძღვანელობდა ან რაღაცა როლი ჰქონდა მას. წარმოიდგინეთ ესეთი რამდენი არის კიდე და ამ კრიმინალური სინდიკატის ბუდედ ვართ სამწუხაროდ ქცეული და ალბათ შეიძლება კარგ სცენარში გვეფიქრა და კითხვა დაგვეპოზიციონირებინა ისე რომ რაღაცა შეეზარდა. არა, სამწუხაროდ ისეთ მდგომარეობა გვაქვს, რომ მართლობის მთელი სისტემა არის ესეთი, რასაც ჩვენ ხედავთ და ოღონდ ამას კიდევ ერთხელ ხაზირებდა თვითონვე აღიარებენ ესე, თვითონვე გვაჩვენებენ ამას და აქ ალბათ ყველაზე დიდი მადლობა ეკუთვნით იმ ადამიანებს, იმ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და იმ სხვადასხვა ასე ვთქვათ ადამიანებს სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ვინც ამას ავლენდა წლების განმავლობაში. ამ საკითხზე საუბარი წლებია ისმის. არაერთი მტკიცებულება გქონია. ხედავთ ჟურნალისტები მისულან, იქიდან ვიღაცები გამოკიდებიან, ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ. მე ჟურნალისტები თავდაცვის მსხვერპლები ყოფილან ამისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მართალიც ყოფილან და ამას დღეს თვითონვე აღიარებენ. მაგრამ ეს ყველა დანაშაულს ერთი რამ ახასიათებს, ქალბატონო, დანაშაულის რაღაცა მცირე ნაწილი იხსნება ყოველთვის, რაც რაღაც აისბერგის წვერივით არის. და რო წარმოიდგინოთ ეს აისბერგის წვერი ეხა საჯაროვდება, ნამდვილი აისბერგი და ნამდვილი პრობლემა და რამდენი არის. ასე რომ ალბათ ეს ერთი მაგალითია და იმის გარდა სხვა ბევრი რამ არის ასე შემდეგ და ალბათ ეს არის ერთ-ერთი დიდი პრობლემა, ერთ-ერთი დიდი ხარვეზი იმ მართლობის სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა ამ ქვეყანაში, რომელსაც ყველაზე ესე ვთქვათ რბილი შეფასებითაც საერთო შეგვიძლია ვერ მოუნახოთ სახელმწიფო მართლობასთან და ეს რაღაცა უფრო ერთი პირის მიერ მართლობის სისტემა, ოლიგარქიისთვის დამახასიათებელი ელემენტები სწორედ ეს არის, რომ მართავ რაღაცა ერთი პირი არა სახელმწიფო მართლობის ნიშნებით და რაღაცა ძალაუფლების ცენტრების გადანაწილებით. სადაც ბუნებრივია სამწუხაროდ როგორც ხედავთ, მათივე აღიარებით ისევ კრიმინალსაც არც თუ ისე ცოტა მნიშვნელობა და გავლენა ქონია. და რა დაიცავს ადამიანს ამ სისტემაში? აი ეს არის ალბათ ჩვენი განცდები. თუმცა მე ძალიან მინდა რომ მაყურებელმა ახლა კარგად მოისმინოს, იმიტომ რომ ჩემთვისაც ძალიან საინტერესო იქნება ორივესგან ამ შეკითხვაზე პასუხი. როგორ უნდა დავიცვათ თავი ადამიანებმა, რომლებიც ამას ვაცნობიერებთ და როგორ უნდა ვერ ბრძოლოთ ამას?
ну ამის დაცვის ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში არის ორგანიზებულობა და ამ პროცესში ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ეხლა რატო ვიძახით, რომ ეხლა პროტესტს აქვს მნიშვნელობა, ხო? და აი ამ ყველაფერს იმიტომ ვიძახით, რომ ჩვენ არ ვაძლევს ამ საშუალებას ამ რეჟიმს, რომ მთელი ეს ავტორიტარული სისტემა ბოლომდე ამის ნორმალიზება მოახდინოს და ფაქტობრივად ის შესაძლებლობები, რითაც ჩვენ ვიცით, ახლა ჩვენი დაცვის ინსტრუმენტი არის ერთმანეთის მხარდაჭერა, კოორდინირებული საინფორმაციო მიწოდება ხალხისთვის და ამ ტემპერატურის აწევა და ამ კუთხით ზეწოლის მოხდენა რეჟიმს. ეს არის ერთ-ერთი დაცვითი ინსტრუმენტი. და მეორე და გადამწყვეტი რაც უნდა იყოს ამ პროცესში, ეს არის რომ აი ამ პროტესტით, ამ ორგანიზებულობით რაღაცა ცვლილებებს მივახციოთ ამ მიმართულებით. სანამ ეს რეჟიმი იარსებებს და ვერ მოახერხებთ ჩვენ ცვლილებებს, ვერ მოახერხებთ ინსტიტუტების შექმნას, ვერ მოახერხებთ ნორმალური პოლიციის შექმნას, ურთიერთკონტროლის და ბალანსის სისტემის შექმნას, ეს პრობლემები არათუ გამოსწორდება. ეს კიდე და უარესი იქნება, იმიტომ რომ ესეთ სისტემისთვის დამახასიათებელია რა. უბრალოდ რომ არავინ არაფერს არ აკონტროლებს. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რაც შეიძლება გაზრდა ამ წინააღმდეგობის, უფრო მეტად გააზრება იმისა, რომ ჩვენი აქტივი ხა რაც არის ეს უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად. ჩვენი აქტივი ხა არის რომ აქ ვზივართ და მედია შესაძლებლობები გვაქვს და ღიად უნდა ვისაუბროთ ამ პრობლემებზე, მეტი სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, მეტად ორგანიზებული უნდა ვიყოთ, ერთმანეთი არ დავაზიანოთ მათ შორის და ცალკე საპროტესტო კომპონენტში ადამიანების ჩართვა, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია ეს რეჟიმი დავაბალანსო, რომ ეს პრობლემები არ შეიქმნას. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად მე სულიზახე, ეხლა იურისტი ვარ და ვასწავლი და ასე შემდეგ და უნდა უთხრა როგორ რა არის დაცვითი მექანიზმი, ხო? კი, ამ სამართლებრივ გზებს ჩვენ ვიყენებთ, მაგრამ უკვე აბსურდამდე დადეს. და ერთადერთი სამართლებრივი გზა ეხლა დაცვითი მექანიზმი არის საჯაროობა. და ეს ხო არ არის ნორმალური სიტუაცია, ხო? ეხლა რომ მე თუ არ გადავიღე, არ დავაფიქსირე და ასე შემდეგ, სხვანაირად თავს ვერ ვიცა, მაგრამ ეს არის ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია და გრძელვადიანად ჩვენ მივახციოთ ცვლილებებს. და ეს ცვლილებები შესაძლებელია საპროტესტო მოძრაობის უფრო კონსოლიდირებით გაზრდის, რომლის პოტენციალიც არსებობს, უბრალოდ ამას სჭირდება რაღაცა ძალის ცენტრის ფორმირება, რომ ადამიანებმა რაღაც იმედი დაიბრუნონ, რაღაცა პროცესი დაიძრას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის უკმაყოფილო, უბრალოდ უნდა დავანახოთ გზა, როგორ გაერთიანდნენ და ორგანიზება გაუწიონ ამ წინააღმდეგობას მშვიდობიანს. რასაკვირველია, რომ მე ჩვენ ვაიძოთ ეს რეჟიმი, რომ კრიტიკულ დათმობებზე წავიდეს და გარკვეული ცვლილებები მოხდეს მე ამ ქვეყანაში, ისი მიღწევა. ეს თუ არ მოხდა, სხვანაირად დაცვითი მექანიზმი უბრალოდ ძალიან მინდა რომ უთხრა, რომ არ არსებობს რა, არანაირი დაცვითი მექანიზმი. ერთადერთი შეიძლება ვიღაცამ აერჩიონ რაღაცა კოლაბორაცია და იქნებ რაღაცა ამ მომენტში არ დავიჩაგრო და რაღაცა იქნებ კარგად მოვიქცევი და ყველაფერი, მაგრამ უბრალოდ ეს არ არის დაცვითი მექანიზმი. მეგობრებო, ეს არის ძალიან ვიღაცა შეიძლება გაუმართოს ამ ნაწილში ვიღაცა. ბოლო მოვლენებმა აჩვენა აბსოლუტურად არ არსებობს ამ ტიპის. არ არსებობს და აი ეს მინდა სწორედ გიორგი, აი არიან ადამიანები, ვინც ფიქრობენ, რომ ეს მე არ შემეხება, იმიტომ რომ მე არანაირ წინააღმდეგობას არ უწევ ამ თქვათ სისტემას. ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება უთხრათ ამ ადამიანებს? შეეხებათ მათ ეს თუ არ შეეხებათ? ადამიანის უფლებების დაცვისას ბევრ ადამიანთან გიწევს შეხება. ის ადამიანები თავის დროზე ამოარჩიეს და მათი უფლებები დაარღვიეს, იმიტომ რომ მათ ვიღაცის ინტერესებთან მოვიდნენ წინააღმდეგობაში. ადამიანის უფლება დარღვეული ადამიანი რაღაცა ესეთი კონკრეტული კატეგორია არ არსებობს. ის ვიღაცის ინტერესს დაეჭახა და ესეთი ინტერესის ჯახი ნებისმიერთან შეიძლება მოხდეს. დღეს შეიძლება პირობითად თქვენ კომფორტულად გრძნობდეთ თავს, მაგრამ ხვალ თქვენ კერძო საქმიანობაში შეიძლება ვიღაცას თვალში არ მოუხვიდეთ და ამის გამო თქვენ უფლება დაგერღვეთ. თქვენ არანაირი დაცვის საშუალება არ გექნებათ. აი გუშინ შურის თვალით უყურებდი ამერიკის შეერთებულ შტატებს. სოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი პოლიტიკოსი, ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტს ადგენენ და უზენაესმა სასამართლოს, მათ შორის მისმა დანიშნულმა მოსამართლემ უთხრა, რომ შენ არ გაქვს ტარიფების დაწესების უფლება. აი ეს არის ალბათ არსი, რაც არის სახელმწიფოსი და კონსტიტუციის და ინსტიტუციური წესრიგის, ხო? უბრალოდ ვინმეს გაახსენდება, აი ჩვენ მაყურებელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ქართული ოცნების დროს 2016 წლის შემდგომ, რაც მათ ბოლომდე გააკონტროლეს სასამართლო, როდისმე რომ 2016 წლის მერე საკონსტიტუციო სასამართლოს რაიმე კანონი გაეუქმებინა, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ელიტისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის იქნებოდა ამ შემთხვევაში მიუღებელი. ესეც ვერავინ ვერ გაიხსენებს.
საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო წლებია დაკავებულია იმით, რომ გაუქმებულ ნორმებს აუქმებს. მართლა, აი იმდენად ფუჭია მისი როლი და არსი, რომ წარსულში გაუქმებული ნორმა უკვე რაც დაკარგულია და რაც ინტერესი აღარ უსახავთ, იმეებს აუქმებს. ამიტომ ეს ალბათ მაგალითია იმის, რომ სასამართლო ყველას გჭირდება. დღეს შეიძლება ბიზნეს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ინვესტორები რო შემოდიან ხოლმე, რატო ინტერესდებიან როგორია სასამართლო, იმიტომ რომ სასამართლოში სირბილი ყოველ წუთას არ გიწევს, მაგრამ როცა დაგჭირდება, უნდა იცოდე, რომ შენ სიმართლის დამტკიცებას შეძლებ. პოლიცია ღმერთმა არ დააჭიროს არავის ყოველდღე, მაგრამ როცა დაგჭირდება, უნდა იცოდე, რომ არის და დაგეხმარება. ამაშია სწორედ პრობლემა. აი ესეთი ინსტიტუციური წესრიგია შესაქმნელი და არავინ არ არის არაფრისგან დაზღვეული და როცა რამე პრობლემა მოხდება, მაშინ გჭირდება ეს ინსტიტუტები და აი დატომ ახსენეთ ახლა ინსტიტუციური წესრიგის შექმნა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მიუხედავად პოლიტიკური პრეფერენციებისა, ისინი უნდა იღებდნენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება მართალი კანონზე და კონსტიტუციაზე დაფუძნებული და არა ძლიერ საამასო ქვეყნისანის კეთილ სურვილებზე დამოკიდებული და მათ გავლენების ქვეშ ყოფილი. ძალიან დიდი მადლობა. მე დაგეთანხმებით იმაში, რომ სანამ არსებობს კიდევის კუნძულები, სადაც შეგვიძლია რომ სიმართლე ვილაპარაკოთ, ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვისურვებდი, რომ გურამ როგაროვას დატოვა ფორმულა აუცილებლად დაუბრუნდეს თავის საქმიანობას და ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ჩამოცილდა ამა თუ იმ მიზეზების გამო თავის საქმიანობას, ზოგისთვის ძალიან მძიმეა იმის გაძლება, რასაც ჩვენ გავდივართ, ახლა რა გზასაც გავდივართ, თუმცა აბსოლუტურად ალბათ შეგნებით ვეკიდებით იმას, რომ სანამ არსებობს თავისუფალი მედია და სანამ არსებობს სიტყვის გამოთქმის საშუალება, მართალი სიტყვის განსაკუთრებით, ჩვენ უნდა ვიყოთ და ამას გპირდებით, სანამ შევძლებთ, ვიქნებით აუცილებლად. და ეკა კუპატაძის სიტყვებით მინდა დავასრულო, მომაკვდინებელია სამართლის მოლოდინი. ნამდვილად ასეა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომ იცოდეს, რომ მისი სიმართლე გაიმარჯვებს აუცილებლად როდესმე. ჩემი სოლიდარობა მინდა ასევე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობებს დაუდასტურო ჩემი უდიდესი პატივისცემა, მათ მიერ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გამო. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის და გისურვებთ ყოველთვის ვემსახუროთ სიმართლეს ყველანი, ვინც ახლა ამ სტუდიაში ვართ და ვინც გვეყურებდა. დიდი მადლობა მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით.